მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობ სტუმრად გია ჯაფარიძეს. გია სანამ მიხარია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, ტელემაყურებელს მოგესალმებით. გია. ჩვენ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. მე რაღაცნაირად ამ ვითარების შესაჩერებლად შევეცადე, რომ რაღაცა, ტერმინზე შევჯერებულიყავი, რომ ავტორიტარიზმი რაღაცნაირად ეს ისეთი ტერმინია, რომელიც დიდ კლასტერში გვაქცევს რა, რაღაცა ესეთი ცუდი რეჟიმების და ამ დიდ კლასტერში ჩვენი უნიკალური ავტორიტარიზმი კარგად არ იხსნება და ეს ავტორიტარიზმი არის რაღაცა გაგებით, რაღაცნაირად ძალიან უცნაური. ხო? აი ყველა ავტორიტარიზმი, რომელიც არ უნდა ავიღოთ, ყველას დღის წესრიგში რაღაცა რაციონალურ საფრთხეზე მაინც აქვს საუბარი. შეიძლება იმ ლოგიკით ზოგადი ლოგიკით ისიც არარაციონალურია, მაგრამ ვენესუელას რო ეშინია რაღაცის და რო აშინებს საზოგადოებას, ალბათ აშინებს ამერიკის შეერთებული შტატების, ავიცი მე რაღაცა ინფილტრაციით და ასე შემდეგ. აკეთ ჩვენ გვაქვს რაღაცა ქარის წისქვილი გვაქვს, მოგონილი მტერი გვყავს. ქალია, კაცია. აი რაღაცა ესეთი ტიპის რეჟიმი მე შევამოწმე სერიოზულად მართლა და არ არის რაღაცა ახალი პოსტმოდერნული ტიპის რაღაცნაირი ავტოკრატია გვაქვს. მოდით დავახასიათოთ ჩვენი რეალობა. ეხლა რა ვითარებაში ვართ. შენ ხა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ხარ, პლუს ამას მაყურებელს მინდა ავუხსნა, რომ გია გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ანუ ამ საკითხში თეორიულადაც კვალიფიციური გახლავთ, ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მოკლედ რაღაცა ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს მეგობრებო. საინტერესო მარტო იმ ფაქტით არა, რომ გია ზურაზმა არის და კიდევ ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, ის კვალიფიციური მეცნიერია. კი ბატონო, ხო ამასთან მაქვს შეხება, კი პროფესიულად მიწევს შეხება, ეს სიტყვა ექსპერტი არ მიყვარს ძალიან, მაგრამ დამკვიდრდა. გასვეთილია ესეც ხო? ხო, კი, ჩვენ სპეციფიკურ ავტორიტარიზმში ცხოვრობთ, სპეციფიკური ავტოკრატია მაინც მგონია, რომ მაინც ერთი ადამიანის მმართველობა, ვიდრე ვთქვათ რაღაცა ოლიგარქიული ავტორიტარიზმი. მაინც მგონია, რომ კი, ჩვენთან არიან ოლიგარქები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთი ადამიანი წყვეტს ქვეყანაში ყველაფერს და ხშირად ამ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არის სადღაც სკოლაში დარაჯი დაინიშნება თუ არა. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ეს არის ავტორიტარიზმის აი ის ფორმა, რომელსაც უფრო ავტოკრატიას დავარქვევ, თუმცა მე მგონია, რომ აი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რაც თქვენ ახსენეთ, არის სახეზე ზედაპირზე არის ნიშნები, როცა ავტორიტარიზმი იძენს უკვე ტოტალიტარიზმისთვის მახასიათებელ ფორმებს. მაგალითად, ტოტალიტარიზმისთვის არის მახასიათებელი ესეთი მტრის ხატის შექმნა. კი, ეს აქვს ავტორიტარიზმსაც, მაგრამ აი ტოტალიტარიზმში ეს ალბათ უფრო გამოკვეთილია. იგივე ვთქვათ, ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმი რომ ავიღოთ, აქ იყო გამოკვეთილი, ვთქვათ, მტერი, ყველაფერი არის ებრაელების ბრალი, ხო? ან ეს კომუნისტური თუ საბჭოთა სტალინური ტოტალიტარიზმი რომ ავიღოთ და მერე ვთქვათ შემდეგი პოსტსტალინურ პერიოდშიც სულ იყო მტრის ხატი და აი ბოლოს ეს იყო ეს რაღაცა დამპალი კაპიტალისტური სამყარო, რომელიც თვითონ ძალიან ცუდად ცხოვრობს და ჩვენ ვინც კარგად ცხოვრობთ ეკონომიკურ იმაში ვართ აყვავების პერიოდში, აგერ სოციალიზმიდან კომუნიზმში შევდივართ, აი ეს არ უნდა და ხელს გვიშლიან, სხვათა შორის აი ეს პროპაგანდა არის კოპირებული დღეს ქართული ოცნების მხრიდან, როცა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს არნახული და იქ კრიზისია. ხო, ახლა ყველას გვიწევს იქით მხარეს სიარული ურთიერთობა და კრიზისი კი არა, მე არ ვიცი ახლა იმის იქით კიდე სად უნდა განვითარდეს ზოგიერთი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო და რა ვიცი, მე რასაც უყურებ ფაქტობრივად უმუშევრობა არ არის და არის წარმოუდგენელი დაცულობა ყველა თვალსაზრისით და მაგრამ ამას აქ პროპაგანდა სხვანაირად ხატავს, ხო? ტრის ხატი ჭირდებათ
და რაც ასევე არის ტოტალიტარიზმისთვის მახასიათებელი და რისი ნიშნებიც აშკარად არის აი ბიზინა ივანიშვილს როგორც ჩანს სურს გამოიყვანოს ახალი ტიპის ადამიანი, კოცი. მოდი მე სხვა ის არ ვიცი. სოციალური ინჟინერიაც არის. სოციალური ინჟინერია არის საქართველოს აქციეს რაღაცა ატარა ლაბორატორია, სადაც ბევრი რაღაცა იცდება და მე აი ეს გამოცდილი ამ გამოცდილის იმპლემენტაცია ხდება ხოლმე სხვა ქვეყნებში. მაგალითად რაღაცები აქ გამოცადეს და მე გააკეთეს უკრაინაში. რაღაცები აქ გამოცადეს, გააკეთეს მე მოლდოვაში, გააკეთეს თქვათ მეზობელ სომხეთში, აკეთებენ სოფლიოს კიდე სხვადასხვა წერტილებში, სხვადასხვა სახელმწიფოებში. ბევრი რაღაცა პირველად სწორედ საქართველოში მოხდა მისი გამოცდა. ამიტომ მე ასე ვიტყოდი რომ ჩვენთან არის ავტოკრატია, რომელიც უკვე არის ტოტალიტარიზმის რაღაც ადრეულ შეიძლება არც თუ ისე ადრეულ სტადიაში. კიდევ ერთი ნიშანი, ხა ბევრია უკვე ასეთი ძალიან ბევრი არის აი ეს პროპაგანდა, როგორიც ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ახასიათებს, ხო? გამრუდებული რეალობა, დამახინჯებული რეალობა, თეთრზე შავის თქმა და პირიქით შავზე თქვა თეთრის თქმა. ეს არ ახასიათებთ, ხა, სადაც თქვა უფრო რბილი ავტორიტარული რეჟიმებია, იქ თქვა მით უმეტეს ეს არ არის. ზოგადად აი ეს სურვილი რომ მედია მთლიანად აკონტროლოს, ხო? აი არჩევნების შემდეგ ერთი მედია არ არის და რაც არის ერთი თქვა სულს ღაფავს და აი მეორეს ეხლა უჩივის, რომ საერთოდ ჩემი ხსენება არ შეიძლებაო, ხო? ანუ მიადგა უკვე მედიას, მიადგნენ კიდევ თქვა სადაც არის დარჩენილი თავისუფალი სივრცე უნივერსიტეტები და აგერ ითქვა კიდეც რომ ბიზინა ივანიშვილმა უნდა გადახედოს პროგრამებს რა ისწავლება, ხო? ეს არის ზუსტად ტოტალიტარიზმი. აი ჩვენ ოპოზიციის აკრძალვა, ხო? ანუ ფორმალურად, ხა ჩრდილოეთ კორეაშიც არის ფორმალურად რაღაცა ისა პარტიები და საბჭოთა კავშირშიც კონსტიტუცია უშვებდა რაღაცა როგორც კი რაღაცა შექმნიდი რომელიც თქვა მას ძალაუფლებას დაემუქრებოდა რასაკვირველია მაშინვე ციხეში უკრავდნენ თავს, ხო? ახლა აი მაგალითად იყო ხო თქვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და იყო ვიღაცებმა თქვა პარტია შექმნეს. ისინიც დაიჭერეს. კონსტიტუცია კი არ დაურღვევიათ საბჭოთა კავშირის, მაგრამ არა მაინც დაიჭერეს, იმიტომ რომ თუ შენ ოდნავ მაინც რაღაცა ეჭქვეშ დააყენე და მით უმეტეს თქვა თუ ძალაუფლებას, მის ძალაუფლებას უქმნი საფრთხეს, რასაკვირველია არავის არ დაინდობდნენ. იგივე ხედავთ უკვე აქ, ეხლა შეიძლება საქართველოს ხო არ არის ის ქვეყანა, სადაც სამოქალაქო განათლება, პოლიტიკური განათლება არის მაღალ დონეზე. მაღალ დონეზე კი არა, არის ძალიან სერიოზული, უმწვავესი დეფიციტი, ხო? ხა ჩვენ ეს საბჭოთა ქვეყანა არ გვინდა რომ ასე არ პრინციპში გამოსული ვიყავით აქედან, მაგრამ ეხლა დაგვაბრუნეს, ხო? ჩვენ მაინც ეს საბჭოთა წარსული რაღაცნაირად ვქაჩავ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ამ საბჭოთა წარსულის კლიშეებით ყველაზე კარგ შემთხვევაში ცხოვრობს და ამ საბჭოთა წარსულში არ არსებობს სამოქალაქო განათლება და პოლიტიკური განათლება. ადამიანებმა აქ ძალიან ბევრი რამე უბრალოდ არიციან და შეიძლება ვთქვათ მათი თვალი არ არის შეიარაღებული, ხო? მათ შეიძლება ეს განათლება არის სათვალე, თუ რაღაცას ვერ ხედავ, ხო? მაშინ ეს სათვალე გეხმარება, ხო? რომ რაღაცა უფრო კარგად დაინახო და ამას ვერ ხედავენ, თორე რასაკვირველია ყველანაირი, არ ვიცი, ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩანასახოვან მდგომარეობაში ეს არსებობს. აი ტრისხატი არის, ხო? რაღაცა გლობალური ომის პარტია, ან რაღაც არ ვიცი deep state, რომელსაც უკვე ყველაფერი ბრალდება, აი მაგალითად, ესე იგი deep state ბრალდება სახელმწიფო გადატრიალება, თუ სამხედრო გადატრიალება 91-92 წლებში. აქეთ ხარეს არიან ადამიანები, რომლებიც მე პირადად ავტომატებით მახსოვს და deep state იყო, ამ ადამიანების უკან იყო deep state, თუ აი ხო, აი ეს ტრისხატი გვაქვს და ნუ აი ყველა თქვა სხვა ნიშანი, რაც შეიძლება
შეიძლება ახასიათებდეს ავტოკრატიას, რომელიც ტოტალიტარიზმში არის უკვე ასე ვთქვათ გადასული. ეს არის ძალიან უცნაური მომენტი თან ჩვენი ავტოკრატიის, რომ კონსპირაციული თეორია რომელშიც ტოტალიტარიზმში ჭირდება კონსპირაციები ავტორიტარიზმსაც. მაგრამ ეს კონსპირაციული თეორია თავისი არსით, თუკი სხვა ავტოკრატიებს ქონდა მსგავსი კონსპირაციული თეორიები, ეს კონსპირაციული თეორიები რაღაცა გამოსილი პრაქტიკა იყო, ან მარქსისტული იყო, ან ანტიგლობალისტური იყო, ანტიგლობალისტური ის რაღაც სამუშაო თეორიულ დღის რეჟიმში, ხო? აი აქ კი ისეთი თეორია, რომელ თეორიაზეც, პრაქტიკულად არაფერი ხელმოსაჭიდი არ არსებობს, არც კვლევა არ არსებობს, რომ რაღაცას დააფუძნონ მაგთი ისე. არც ის არ არსებობს. ეს არის აი რაღაცა მაშველი რგოლივით გადმოვარდნილი ამერიკის, ასე ვთქვათ, საარჩევნო პროცესებში არსებული რაღაცა დისკურსები, რომელშიც იქაც რაღაც ძალიან ბევრი შეიძლება ირაციონალური მოხდა და უცებ ჩაჭიდება ამას, მაგრამ ჩვენთან სანამ ის მოხდებოდა, მანამდე იყო უკვე ეს დამზადებული ეს ომში ჩარჩები უკვე იყო იქ, იმიტომ რომ ამერიკულ საზოგადოებას აქვს გარკვეული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ახლა ამერიკაში ეს კარგად ჩანს რა. ეს გამოწვევები ოღონდ არის სუბთად ამერიკული გამოწვევები, არის ნაწილი გამოწვევები, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ არის ვთქვათ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგრამ ეს არის მათთვის ტიპიური, ეს ჩვენთან ეს უბრალოდ არ არსებობს. აიღეს ეს დისკურსები და გადმოიტანეს. ნახეთ, დავასრულებ მაშინ, ნახეთ ზოგადად მე მგონია რომ ავტორიტარული რეჟიმებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ახლა თუ ისტორიულად თუ გადავხედავთ, ხო, იგივე ვთქვათ ლათინურ ამერიკაში თუ სამხრეთ ამერიკაში როგორი რეჟიმებიც იყო მსგავსები, მაგრამ იყო განსხვავებებიც, ხო? განსხვავდებოდა ევროპაშიც, ხო, იგივე ვთქვათ ფრანკოს რეჟიმი, სალასარის რეჟიმისგან მაინც განსხვავებული იყო და საბერძნეთში რო იყო, იმისგანაც განსხვავებული იყო. აი, იყო რა თქმა უნდა მსგავსებები და ამ მსგავსებებს ვადგენდა აქედან ვაყალიბებ ზუსტად რა არის ავტორიტარიზმი და რა არის ტოტალიტარიზმი, მაგრამ იყო განსხვავებები. ეხლა 21 საუკუნეში, სადაც აი ესეთი სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრესია, ინფორმაცია გაცილებით მეტია და ინფორმაცია თან მარტო სწრაფად კი არ ვრცელდება, ეს ნიაღვარი მოდის და ეს სხვათაშორის ავტორიტარულ რეჟიმებს ამას ძალიან კარგად იყენებენ აი ამ დაბნეულობის და ამ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ბუნდოვანების შესაქმნელად ერთდროულად მოდის სიმართლე, ტყუილი, ნახევრად სიმართლე ყველაზე ნაკლებად, ხო? რა თქმა უნდა 21 საუკუნის ავტორიტარიზმი იქნება განსხვავებული. კონსპირაციებს რაც შეეხება, რატომ არის მნიშვნელოვანი, ხლა რატომ გადავწყვი ისევ ჩვენ საბჭოთა წარსულს, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა სიმართლე. ხო, იგივე საკეთებს ახლა ქართული ოცნება, სიმართლეს აქრობს. სიმართლე რომ არ არსებობდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ცხოვრობდნენ ტყუილში. როდესაც სიმართლის სივრცე არის ასეთი შეზღუდული, აი ტყუილის სივრცე არის საუკეთესო ნიადაგი, ყველაზე ნოყიერი ნიადაგი ნებისმიერი სახის კონსპირაციისთვის. მე ახლა საბჭოთა კავშირში დავიბადე და კიდევ მახსოვს ის კონსპირაციები, რომელიც საბჭოთა კავშირში მესმოდა. ეხლა იმ შეზღუდულ საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ველზე ესეც კი ბევრი იყო. ეხლა დღეს ინფორმაცია ძალიან ხელმისაწვდომია და ღიაა და შეუზღუდავად ადამიანებს შეუძლიათ სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეზე, არხებზე წვდომა და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, აი იქ რა კონსპირაციები აი ეს არის ნაწილობრივ დამსახურება ჩვენი წარსულის, რომ მიდრეკილები ვართ კონსპირაციებისკენ და რასაც ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ხო რაღაცას იქ რაღაცა დასაბუთება შეიძლება არსებობდა, არ ჭირდებათ. აი ეგ არის 21 საუკუნის პირველ მეოთხედს ვამთავრებთ და ეს არ ჭირდება დღეს, არა მხოლოდ აქ თქვათ ქართულ სოციუმს, მე მგონი არსაც სხვაგან, ხო, იქაც აი რა კონსპირაციები თქვათ გვესმის, თქვათ რა ვრცელდება, თქვათ სხვა ქვეყნებში.
რუსეთის ზოგადად არის კონსპირაციების სივრცე. მე არ ვლაპარაკობ ავტორიტარულ რეჟიმებზე. ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები ეს არის გამოტენილი კონსპირაციებით. ამით ის საზრდოობს. ამაზე არ მაქვს საუბარი, იქ სულ კონსპირაციებია. საუბრობ იქ სადაც თქვათ შეზღუდული მართლობის ისეთი ფორმა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ თქვათ ლიბერალურ დემოკრატიას, ხო? იქაც კი რომ რაღაცა რომ ვრცელდება რაღაცა კონსპირაცია, იქაც კი არ გჭირდება რომ აი მაინც და მაინც აი რაღაცა საფუძველი კონდეს. ამას ვაკვირდებით ჩვენ საქართველოში, რა საკვირველი არანაირი საფუძველი არც აქვს და არც ჭირდებათ, ხო? ცოტა სხვანაირად მუშაობს ეს. აი ამას როგორ აკეთებენ პრაქტიკულად, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მარტო შინაარსს არა. ამ სიგიჟეს შენ როგორ აწვდი დოზირება, სისწრაფე. აი ხა ამაში მე ხა არ მგონია რომ ამას მხოლოდ ესენი აკეთებდნენ, ზოგადად ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს ეხმარებიან და მე მგონი აქ ძალიან სერიოზული ინსტიტუტებია, არა საქართველოში, არამედ უცხოეთში არსებული, არ ვიცი, რუსეთი, ჩინეთი, სხვა ავტორიტარული რეჟიმები, სადაც ალბათ ეს არის ძალიან კარგად დამუშავებული და რაღაცეებისთვის მართლა რაღაცა ლაბორატორია ვარ და ამას ცდიან და ნუ ეხლა რასაც ვაკვირდებით ჯერჯერობით ეს ეფექტურად მუშაობს, იმიტომ რომ ნუ ეხლა შეუძლებელია ხო აი ნახეთ ორი მთავარი ხაზი აქვს ხო რომ ერთი რომ ომი ხო აი ხო ხა სულ სიგიჟია ხო მე მყავს 12 წლის შვილი, ჩემი ძმისშვილები არიან, ნუ ორი თინეიჯერიც არ არის, ერთის აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა აი შეიძლება რომ მე მინდოდეს რომ ჩემი შვილები სიცოცხლე იყოს საფრთხის ქვეშ. აი როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს სურდეს ომი? აი ვის შეიძლება ომი უნდოდეს? ხო ანუ ომი რას ნიშნავს? ან მე დავიღუპები, ან ჩემი შვილები დაიღუპებიან, ან ჩემი ნათესავები დაიღუპებიან, ოჯახის წევრები დაიღუპებიან, მეგობრები დაიღუპებიან, ახლობლები დაიღუპებიან, ხო? როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ომი სურდეს, ხო? არანორმალურ რაღაცას აბრალებს ქართულ საზოგადოებას, ქართული ოცნება, ხო, რომ ვიღაცებს შეიძლება უნდოდეს ომი. ხო, აი, რომ დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ომი უნდოდეს, ხო? სიგიჟია. ისევე როგორც აი მეორე რომ აი დასავლეთი რაღაცა თავს გვახვევს LGBT რაღაცა, ხო, აი კაცები გათხოვდებიან. აი რომ დავფიქრდეთ, ხო, აი ნებისმიერ კაცს რომ აი რო გავაჩერო და ვკითხო თუ აი შეიძლება რომ ის გათხოვდეს? ანუ აი შეიძლება რომ პროპაგანდით თუნდაც გათხოვება მოუნდეს. როგორი შეურაცხყოფელია, ხო, აი ადამიანისთვის გაბრალებდნენ არანორმალურობას და გაბრალებდნენ ისეთი რაღაცის კეთებას, რომ აი შენ შეიძლება ესე იგი ესე ნება, ესე უბრალოდ არ ვიცი, შეიცვალო. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, ხო? სინამდვილეში ევროპის კავშირი არის სივრცე, სადაც მას შემდეგ რაც დაიწყო ევროპული გაერთიანების პროექტი, იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს პროექტი იყო, არის მუდმივი მშვიდობა. არ არსებობს შემთხვევა, აი კონფლიქტისაც კი არა, აი რაზე შეიძლება დაობდეს დღეს საფრანგეთი და გერმანია, რამდენი პროცენტი ალკოჰოლი უნდა იყოს, თქვათ, ლუდში. რა შეიძლება ჩაითვალოს ლუდად და რა არა. სხვა სადაო ერთმანეთში არ აქვს ორ ქვეყანას, რომელმაც 80 წლის განმავლობაში მანამდე, ხო, ერთმანეთში სამჯერი ომად, მინიმუმ სამჯერი ომად, აქედან ორი იყო მსოფლიო ომი, ხო? 1945 წლის შემდეგ კონტინენტზე, სადაც ევროპული გაერთიანების პროექტი დაიწყო, არ არსებობს კონფლიქტიც კი, არა თუ ომი. ხო ეს არის მუდმივი მშვიდობის სივრცე. კაცობრიობის ისტორიაში ვერ მიპოვით მაგალითს, რომ ამ კონტინენტზე კი არა სხვაგან 80 წელი იყოს ასეთი მშვიდობა. ეს ხო არ არის უბრალოდ მშვიდობა, ხო? ამ მშვიდობის პირობებში ყველა პატარა ხალხი, ყველა პატარა ენობრივი ჯგუფი, აბსოლუტურად ყველა არის დაცული. ყველას კულტურული იდენტობა, თვითმყოფადობა არის დაცული. ყველას, აი უბრალოდ ევროპის კავშირის ვებგვერდზე რომ შევიდეთ, ყველა წევრი სახელმწიფოს ენაზე არსებობს აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი. ყველა აი მაგალითად ჩვენ როცა იგივე ვთქვათ ასოცირების შეთანხმება იყო თუ სავიზო ლიბერალიზაციის
ძალაში შედიოდა მას შემდეგ, როცა ყველა წევრი სახელმწიფოს ენაზე იქნებოდა დოკუმენტები თარგმნილი. ანუ წარმოგიდგენიათ რა დონის დაცულობაზეა ლაპარაკი, ჩვენ რო შევალთ ევროპის კავშირის პორტალზე, იქ ქართულად დაიწერება ევროპის კავშირი და ყველა დოკუმენტ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა ქვეყნის მოქალაქე ნახავს ქართულად, ხო? ევროპის კავშირის პასპორტი არის ყველაზე ძლიერი პასპორტი სოფლიოში. ყველას უნდა რომ კონდეს ევროპის კავშირის პასპორტი. აი ამაზე გვეუბნებიან, რომ ხო შენ რაღაცებს დაკარგავ და დასუსტებიო. აი ხო სიგიჟე ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ავიც ახლა ივლისის ბოლო, აგვისტო იწყება და ევროპელები რომელთა შემოსავალი არის ახლა საშუალოდ რომ გავზომოთ იზომება რამდენიმე 1000 ევროში, ხო, თვეში, ხო, რამდენიმე 10,000 евро არის წელიწადში. ეხლა ფიქრობს როგორ დაისვენოს სადმე კარგად თქვა ზღვაზე იქნება თუ მთაში ოჯახთან ერთად. ხო, აი როგორ ცხოვრობს საშუალო ევროპელი, აქვს თავისი სახლი, შვილები სწავლობენ რომელ უნივერსიტეტშიც უნდა იქ და ყავს აუცილებლად ერთი მანქანა მაინც, თუ რამდენიც უნდა იმდენიც ეყოლება და აუცილებლად შეუძლია რომ წელიწადში ორჯერ სადაც უნდა იქ დაისვენოს ოჯახთან ერთად. ამას ხო საქართველოს მოქალაქე ვერ აკეთებს. ჩვენ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ, საქართველოს მოქალაქეც ისე ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე და ამაზე გვეუბნებიან რომ არა, ეგ არ უნდა გავაკეთოთ, ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ცხოვრობ, დასვენების საშუალება რო არა გაქვს, მანქანა რო არა გაქვს, შვილები სასწავლობენ რო არ იცი და იქ რომ ირბიხარ, რომ ან შვილებს ასწავლო, ან რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა მოაგვარო და ასე შემდეგ, ხო? სინამდვილეში, ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, ეხლა აი ეს ვიღაცა შვედიან, გერმანელი ეხლა ფიქრობს, ქართველი კაცები როგორ გათხოვდნენ? აი ხო სიგიჟეა რა. აი ამ სიგიჟეს, აი ამ კონსპირაციას ყიდიან, ვის რაში აინტერესებს? აქ ვისთან ძინავს? რა თქმა უნდა, ჩვენს გარეშე ევროპის კავშირმა მოახერხა და შექმნა 500 მილიონიანი დაცულობის შვიდობის და კეთილდღეობის სივრცე. ჩვენს გარეშე გააკეთეს ეს, არაფერში არ დავჭირვები ვართ. ჩვენ მაშინ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, როცა ამათმა ამის კეთება დაიწყეს და ერთმანეთს ვესროდით, როცა მაასტრიხტის შეთანხმება დადეს, ხო? არაფერში საქართველოს კონტრიბუცია არ არის იმაში, რაც არის ევროპის კავშირი. ეს თუ ცუდი სივრცეა, რატო ჩინეთში არ მირბიან ქართველები? რატო ირანში არ მიდიან სამუშაოდ? რატო უნდა ყველას რო ევროპის კავშირში წავიდეს? რატო მიდიან იქ სამკურნალოდ? აი უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან ვარ ძალიან ახლოს, ხო? მე მგონია რომ ეს საკითხი საერთოდ გადაწყვეტილია პროცედურების ამბავია, მხოლოდ იმიტომ რომ მე ამჯერა რომ ქართული ოცნება შეასრულებს იმას, რაც შესასრულებელია. აი მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ნახეთ, აი თქვენ რომ გქონდეთ ბინა, რომელსაც მე ვქირაობ და გვაქვს შეთანხმება, ხელშეკრულება, რომ მე თქვენ ყოველ თვე გიხდით თქვა 500 ლარს. მე არ გადავიხადე ერთი თვე 500 ლარი. მეორე თვეს არ გადავიხადე 500 ლარი. თქვენ ხო მეტყვით რომ აქ ხელშეკრულების მიხედვით თქვენ ჩემ ბინას ქირაობთ რა, თქვენი არ არის ეს ბინა, ქირაობთ ბინას, ხო? შეიძლება მაცადოთ რამდენიმე თვე. მაცადოთ, იმიტომ რომ თქვენ გადაწყვიტოთ ასე ადამიანურად, რომ მოდი ვაცდი რა, იმიტომ რომ მომწონს მე ეს ადამიანი და ოკეი, კაი უჭირს და მე ხო გადამიხდის, აი, რამდენი ხანი შეიძლება მაცადოთ? ახლა ხო ვერ მასწით რამდენიმე წელიწადი, ხო? ევროპის კავშირსა და რა თქმა უნდა, ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის არის შეთანხმება უვიზო მიმოსვლაზე. ქართული ოცნება არღვევს პირობებს. მათ შორის მუხლებს, რომელიც ამ შეთანხმებაშია. მათ შორის მაგალითად, რატომ აინტერესებს ევროპის კავშირს, რომ აქ იყოს ადამიანის უფლებები დაცული? იმიტომ აინტერესებს, რომ თუ აქ ადამიანის უფლებები დაცული არ არის, მაშინ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე შეიძლება წავიდეს ევროპის კავშირში, თავი გამოაცხადოს ან LGBT თემის წევრად, ან რელიგიური უმცირესობის წევრად, ან პოლიტიკურად დევნილად და ევროპის კავშირის კანონმდებლობით ევროპის კავშირი მას უარს ვერ ეტყვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე საქმის განხილვა. ეს აწუხებს ევროპის კავშირს თავისი დაცულობა, რომ კრიმინალი ან ტერორისტი
არ შევიდეს როგორც LGBT-ის წარმომადგენელი. მე LGBT ვარ, საქართველოში ჩაგრავენ და მიშველეთ პოლიტიკური თავშესაფარი მინდა. ეს აწუხებს ევროპის კავშირს, რომ ტერორისტი და კრიმინალია თორე მე მინახავს კრიმინალები, რომლებსაც ქონიათ LGBT თემის წარმომადგენლის საბუთი, ქონიათ რელიგიური უმცირესობის საბუთი, ქონიათ საბუთი, რომ არიან რაღაცა კომუნისტური პარტიის წევრი და იდევნებიან საქართველოში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აკეთებენ, ანუ ეს არის როგორ გითხრათ, აი ყველაზე უფრო აპრობირებული ხერხი, როგორ დავრჩე ლეგალურად ევროპის კავშირის ტერიტორიაზე. ევროპის კავშირმა ახლა როგორ გაარჩიოს კრიმინალია ეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს, თუ საერთოდ ტერორისტია. თუ არალეგალი ემიგრანტია, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ აქ ჩემთან დარჩეს და ეხლა ლეგალურ საფუძველს ეძებს. ეს აწუხებს ევროპის კავშირს. ამიტომ ამბობს, რომ შეეშვი რეპრესიებს, შეეშვი ტერორს, შეეშვი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, შეეშვი ადამიანების დევნას რაიმე ნიშნით. ეს აწუხებს, თორე ვის აინტერესებს აქ ვისთან ძინავს. ეხლა თქვენ ფიქრობთ, რომ გერმანელი ეხლა დასვენებაზე ფიქრობს და იმაზე ფიქრობს, როგორ იცხოვროს უკეთესად, როგორ იყოს დაცულობაში, მშვიდობაში და კეთილდღეობაში. როგორ დაგეხმაროს კიდე აქეჩენ. ამაზე აქვს ფიქრი. იმაზე კი არა, ახ ეხლა კაცებთან ძინავს, ქალებთან თუ ვისთან ძინავს. იმას აინტერესებს მე რომ ვიყო დაცული გერმანიაში, ვინმე აი ამ საბაბით არ შემომეპაროს. ეს აინტერესებს, ხო? და ქართული ოცნება უიზო მიმოსვლის შესახებ რაც გვაქვს შეთანხმება ევროპის კავშირთან, ამ მუხლებს არ ღვევს. ბევრი მუხლია, მეცაც გეტყვით, ასოცირების შესახებ შეთანხმების მუხლების დარღვეულია. აი რომელიც მოიცავს ამავდროულად თავისუფალ ვაჭრობასაც. ეს დარღვეული აქვს. ევროპის კავშირს აქვს სრული საფუძველი იმისთვის, რომ ქართული ოცნების მხრიდან ხელშეკრულების მუხლების არაერთ გზის დარღვევის გამო ამ შეთანხმებიდან გავიდეს. ამასთან ვარ ძალიან ახლოს. ეხლა რას ვკარგავთ? ეს კიდე ცალკე საკითხია, ხო? აი ამაზე ვისაუბროთ. ანუ ძალიან უცნაური რამ არის რა, მაინც ეს კონსპირაციების თეორია როგორ არის აი ესეთი შინაარსისგან და რაციოსგან გამოსული. აი როგორც რაციოს და ლოგიკის და ლოგოსის ადამიანი. როცა ისეთ რაღაცას გიმტკიცებენ დღის წესრიგის სახით, რომელიც კი არ საჭიროებს რაღაცა შემოწმებას, ცოდნას, რაღაცა სპეციფიურ კვალიფიკაციას, რომ ამ რაღაცა ტექნიკებში გაერკვიო. არამედ იმდენად არალოგიკურია ფუნდამენტში, რომ ეს ამაზე საუბარი არ შეიძლება გქონდეს ადამიანს. არ შეიძლება გქონდეს. აი ახლა ეს deep state-ის თემა, რომელიც შემოტანილია აი ესე პირდაპირ უხეშად გადმოგდებულია ქართულ საზოგადოებაში, ანუ ამერიკულ ასე ვთქვათ, დღის წესრიგში და ამერიკულ დისკურსში ეს deep state-ი გამოყენებული იყო იმ საარჩევნო კამპანიის დროს და მაშინ აგულისხმებია აბსოლუტურად ფიზიკური ობიექტები და ფიზიკური რაღაცა პოლიტიკური კონსტრუქციები, როგორიც არის მოწინააღმდეგე პარტია, როგორიც არის მედია, როგორიც არის, რა ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ ის აქტორები, რომლებიც აქ მოიტანეს რაღაცა ვიღაცა. სათავე ამ თვითონ ამ სიტყვა შეთანხმების მოდის თურქეთიდან და თურქეთში რასაც deep state-ს უწოდებდნენ, ეს იყვნენ სინამდვილეში თურქული რესპუბლიკის და თურქული დემოკრატიის მცველები. სინამდვილეში აი ამ ტერმინის სათავე არის ოსმალეთის იმპერია და მერე უკვე თურქეთის რესპუბლიკა. აქედან მოდის, ანუ პოლიტოლოგიაში ეს ტერმინი არსებობს და ამის აღნიშნელია. ამის მერე ხელოვნურად გადატანა ხდება და ნუ ახლა ამ შემთხვევაში ჩვენთანაც ეს არის გამოყენებული, ხო, პროპაგანდისთვის. ხა თქვენ ახსენეთ ლოგოსი. და რაციო, ხო? ახლა ეს ლოგოსი და რაციო დაკავშირებული არის აზროვნებასთან და რაღაც ცოდნასთან, ხო? აი ეს ცოდნა ჩვენ საზოგადოებაში არის ნაკლები და ჩვენ ამავდროულად ვართ საზოგადოება აი საბჭოთა წარსულში რა არის? საბჭოთა წარსული ტოტალიტარიზმში, რასაც გეუბნებიან, არის რომ არ უნდა იაზროვნო. საბჭოთა კავშირში აზროვნება იყო დანაშაული. ქართული ოცნება, რასაც გვთავაზობს, არის ეგ, აზროვნება არის დანაშაული. ანუ ამიტომ ამბობ, რომ ჩვენ ტოტალიტარიზმს ძალიან უახლოვდებით რა. ჩვენთანაც დღეს აზროვნება დანაშაულია.
აი თქვენ რასაც ამბობთ აი რო დაფიქრდე, გაანალიზო ეს კრიტიკული აზროვნება, ეს კრიტიკული ფილტრი მოშლილია. ესე იყო იმაშიც ხო საბჭოთა კავშირის ესეთ აი ახალი ადამიანი ეგეთი უნდა ყოფილიყო, არ უნდა აზროვნებდეს და მეორეც არის კიდევ. რაც უფრო დიდი იქნება ტყუილი, ის არის უფრო დამაჯერებელიო ნაცისტურ თუ სწორად მახსოვს ეს ნაცისტური ეგეთი გამოთქმა არსებობს. გერმანიის იდეოლოგებს ჰქონდათ ეს მოსაზრება. ტყუილი უნდა იყოს იმდენად დაუჯერებელი, რომ დამაჯერებელი გახდეს. მაგრამ აი ამ მექანიზმში, აი რატომ არ ჩნდება, რა თქმა უნდა, ხლა ზოგიერთ ადამიანში ვისაც აქვს ესეთი ინფორმაციული გურმანია, ხო, რომ ხვდება, რომ ეს არის დამპალი ინფორმაცია, არ შეიძლება მიიღოს როგორც ინფორმაცია. აი ეს ამას გულისხმობ იმაში, რომ აი ეს deep state და სხვა მსგავსი რაღაცები, ეს ისე იმდენად მყრალი რაღაცა ინფორმაცია, როგორც კარგი გურმანი ხვდები გასინჯვამდე, რომ ეს არ შეიძლება გასინჯო, ხო? აი როგორ გმართავს, როგორ ახდენს შენს და ზემოქმედებას. მექანიზმი რა არის, როცა რა ოფიციალური უწყება, ოფიციალურ უწყებაზე ახდენს ზემოქმედებას. ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური, რა კაბელებით, რა კავშირებით, კომუნიკაცია როგორ არის? მე ტელეფონზე დაურეკეს? პოსტით მოვიდა ბრძანება? რა უწყებით, სადმე საინფორმაციო, ანუ პრეს რელიზი არსებობს? მსგავსი ხო არაფერი არის. აი, ამ ყველაფრის გამოშიგნის გარეშე პირდაპირ ესე მოწოდებული ბეჭედი გლობალური ომის პარტია ის მართავს ამ პროცესებს. როგორ ხდება, რომ აი ესეთი სისულელე შემოგდამაჯერებელი, ხო? შემოგდენს და მასაც ზუსტად იციან, რომ ამის ანუ ზუსტად იციან, რომ ამაზე ფიქრს და ამის ანალიზს არავინ დაიწყებს თავიანთ მომხრეებში. ანუ სინამდვილეში როგორ ექცევიან თავიანთ მომხრეებს, როგორ არა ადამიანურად. როგორ არა ქრისტიანულად, რატო ვამბობ ამას, იმიტომ რომ თავს დებენ, რომ რაღაცა ღირებულებების დამცველებია, როგორ შეიძლება ზოგადად ადამიანს ასე მოეპყრა, ხო? რასაც ქართული ოცნება უკეთებს თავის მომხრეებს, ხო? ეს ხო აბსოლუტურად არაადამიანური მოპყრობაა. იცის, რომ მისი მომხრე იმდენად ბრმა, იმდენად აზროვნებაზე უარი აქვს, ნათქვამი, გამოიყვანა თავის რიგებში ესეთი ადამიანი, ან იცის, რომ აი საბჭოთა წარსული კიდევ ამ მოქმედებაში არის და ამას ასეთნაირად თავაზობს. ხა, როცა აი პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ, ერთი არის ვინ ავრცელებს ამ პროპაგანდას, მაგრამ აი სულ ვამბობ, რომ თოქს ორი ბოლო აქვს რა. მეორე ბოლო არის ვინ არის მიმღები. თუ არის გამავრცელებელი, ამავდროულად არსებობს მიმღებიც, ხო? და მიმღები საზოგადოება მზად არის ეს მიიღოს. მიმღები საზოგადოება არის აი კრიტიკული ფილტრი არის ან საერთოდ არ არსებობს, რა ვიცი, მოდუნებულია, გახუნებული, როგორც გნებავთ, არ მუშაობს. არ არსებობს, არ ირთვება ეს კრიტიკული ფილტრი, მაგრამ ამის გარდა აი განსაკუთრებით აი საბჭოთა წარსული, ვისაც განსაკუთრებით ეკაჩება უკან, ისინი არა თუ მოდუნებული, თუ არარსებული კრიტიკული ფილტრით არიან, მზად არიან, რაც შეიძლება მეტი შხამი, ასეთი შხამი შეიწოვონ. კი, ანუ აი ამითი როგორ გითხრათ, რაღაცნაირად ამითი შეიძლება საზრდობს კიდეც, იმიტომ რომ შენ იმაზე კი არ ფიქრობ, რომ დღეს საჭმელი არ მაქვს, ან რა კალორიების საჭმელს ვჭამ, ან შვილებს რას ვაჭმევ, ან საიდან არის ამდენი საიდან გატო გაჩნდა ამდენი ონკოპაციენტი ქვეყანაში, რატო სუნთქავ ასეთ ჰაერს, რატომ არის რომ აი გადახედავ და აზრი არ აქვს, მანქანა გარეცხე, მეორე დღეს მაინც გასარეცხია, რატომ? იმიტომ რომ რაღაცა სრულიად დაუცველია ყველა აი აბრანაერის სტანდარტი მშენებლობის იქნება თუ რისიც გნებავთ, ხო? რატომ სუნთქავ ასეთ ჰაერს, ხო? რატომ არის რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს უჭირთ საკითხულიდან შინაარსის გამოტანა. იქნება აქ იმის პრობლემაა, რომ ვერ იღებენ იმ საკვებს, რომელიც უნდა მიიღონ. რატომ არის ასეთი სიღარიბე? რატომ ვერ უყიდულობ იმას, რისი ჭამაც მინდა? რატომ არის რომ პენსიონერს არჩევანი აქვს, წამალი იყიდოს თუ
ძვალი ხორცზეც არ არის ლაპარაკი ძვალი მოხარშოს რომ ხორცის გემოზე სუპი მიირთვას ხო აი ამ პრობლემებზე რაც აი ძალიან ისეთი ხო ძალიან ღრმა სოციალური პრობლემებია ხო რატომ არის ასეთი სიღარიბე რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან რატომ არის რომ რეგიონებში ახალგაზრდას ვერ იპოვი რატომ დაიცალა საქართველო რატომ დგავართ ასეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აი ამ პრობლემებზე თვითონ რატომ არის რა ადამიანი ცუდად ამაზე კი არ ფიქრობს იმაზე რომ აი ეს რაღაცა რაც შეთავაზეს რაღაცა უფრო დიდზე აი ამ რაღაცა ტყუილზე რომ იცი რა არა აი მაინც ახლა კაცების გათხოვება ჯობია მშიერი ვიყო ხო აბა ახლა კაცები გაათხოვ ჯობია მშიერი ვიყო ხო ანუ აქ მეტი ჩაკეტილია ეს აზროვნება ჩაკეტილია ეს სააზროვნო სივრცე რომ არ იყოს რესივერი ხო რომ არ იყოს მიმღები მზად იმისთვის რომ ეს მიიღოს მაშინ ეს ვერ იმუშავებდა ხო რატომ ვერ მუშაობს იგივე ამბები რატომ ვერ მუშაობს სხვა ქვეყნებში დემოკრატიებში რატომ ვერ მუშაობს შეიძლება დემოკრატიას კონდეს ჩავარდნა ხო მაგრამ ეს არის მართლობის ის ფორმა რომელსაც შეცდომის გამოსწორების მექანიზმი თავის თავში აქვს ჩადებული შეიძლება დაუშვა შეცდომა ერთხელ მაგრამ მეორედ ამ შეცდომას არ გაიმეორებ ხო ეხლა აი ეს რადიკალური პოლიტიკური ძალების გააქტიურება რომელ ქვეყანაში მოხდა რომ რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიგეს არჩევნები ვამბობთ რომ ძლიერდებიან მიზეზი არსებობს რატომაც ძლიერდებიან მიზეზი არის ზუსტად ის გამოწვევები რომელიც ამ ქვეყნებში შეიძლება არსებობს მიგრაცია მაგალითად არალეგალური მიგრაცია რომ არის იქ გამოწვევა და არალეგალური მიგრაცია რო არის პრობლემა ზუსტად ამიტომ ეუბნება საქართველოს ევროპის კავშირი რომ არ მიიღო ისეთი კანონმდებლობა რომელიც ჩემი მიმართულებით არალეგალურ მიგრაციას გაზრდის რომ იქ ეს მართლა გამოწვევაა სერიოზული პრობლემა არ უნდა არალეგალი ამ დროს აქ იღებ ისეთ კანონებს რომ ვიღაცა წავა და იტყვის რომ ან იეჰოვას მოწვევა რა ან გეი ვარ ან კიდევ პოლიტიკურად დევნილი ვარ ნებისმიერ ჩვენთაგანს ახლა შეუძლია ჩაბარდეს პოლიტიკურ დევნილად ევროპის კავშირს იმიტომ რომ მართლა ვიდევნებით პოლიტიკურად ხო ნებისმიერს ვისაც შეუძლია თქვას რომ აი მე ეს კანონი შემეხო ხო შეუძლია ჩაბარდეს ნებისმიერ LGBT იქნება რელიგიური უმცირესობა იქნება ეთნიკური უმცირესობა იქნება თუ რა უმცირესობაც იქნება ეს აწუხებს ზუსტად ევროპის კავშირს არალეგალი მიგრანტი არ უნდა იქ არის ეს გამოწვევა მაგრამ აი სადნახეთ რომ აი ასეთი სადაც თქვათ აი რაღაცა თქვათ კონსპირაციები რომელი პოლიტიკური ჯგუფი აი ჰოლანდიაში ახლა არჩევნები იქნება და ის ძალა რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე დიდი ალბათობით ვეღარ გადის პირველ ადგილზე და დიდი ალბათობით აი ეს ცენტრისტული პოლიტიკური ძალები შექმნიან მათ შორის გირჩის რაღაცა მოძმე პარტიები რომლებიც არიან დიდი ალბათობით ის ორივე იქნება შემდეგ სამთავრობო კოალიციაში ხო სინამდვილეში განათლებულ საზოგადოებაში იმ საზოგადოებაში სადაც სკოლიდან ხდება ბავშვებში ამ კრიტიკული აზროვნების განვითარება ხო ამ სადაც ჩვენი ახალგაზრდებიც იქ მირბიან ხო სასწავლებლად იმიტომ რომ იქ სწავლები შეიძლება უკეთესი დონეა ხო და ბოლოს ის დიპლომი ნიშნავს გარანტირებულ დასაქმებას ხო ამ ასეთ სახელმწიფოებში რატომ ვერ პოულობს აი იმ სიდიდის სივრცეს ეს კონსპირაციები რაც იპოვა საქართველოში ხო არ არსებობს იმის ვარიანტი რომ ქართული ოცნების მსგავსმა კრიმინალურმა სინდიკატმა რომელიმე არათუ კონსოლიდირებულ დემოკრატიაში, არამედ აი მასში ტრანზიციის პროცესში რომ იმყოფება ან კიდევ თქვა ჯერო არ დასრულებულა კიდე დემოკრატიის კონსოლიდაცია, რომელიმე ასეთ სახელმწიფოში როდესმე მოიგოს არჩევნები. მე არ ვლაპარაკობ ბოლო არჩევნები თავიდან ბოლომდე გააყალბეს და მიიტაცეს. მაგრამ მანამდე ხო იღებდნენ არა რაღაცა რაოდენობის ხმას, ხო შეუძლებელია რომ აი ასეთ კრიმინალურ სინდიკატს კონდეს სადმე 10%-იანი
მხარდაჭერა. არ არსებობს ესეთი რაღაცა. იქ რასაც რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს უწოდებენ, იმ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს რატო ეძახიან რადიკალურს? ამბობენ, რომ მაგალითად მიგრაცია უნდა საერთოდ შევაჩეროთ. ან თქვათ, აი როგორი რა სახით პასუხობენ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ სახელმწიფოებში არსებობს. ხო, იქ ესენი იწოდებიან რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებად, თორე ვისაც რაღაცა შეხება ჰქონდა კრიმინალთან, იმათმა საერთოდ სხვაგან ამოყვეს, ხო მე თავი, ხო? აი ხო წარმოუდგენელია, რომ აი არ ვიცი, აი ალბანეთშიც კი შეუძლებელია, რომ ქართული ოცნების გავსმა ტიპმა რაიმე პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს. აი ეს მეორე საკითხი, ომი გინდათ, ეს ძალიან საინტერესო ხაზი არის, აი იმის ფონზე, როცა 2012 წლიდან დღემდე თავდაცვის უწყების მიზანმიმართული დეკონსტრუქცია მიმდინარეობს, დემონტაჟი სრულიად, ანუ ოფიცერთა корпуსი, აი ეს კადრები იმას ელოდებოდნენ, როგორღაც დამთავრებულიყო კონტრაქტი და ნახევარზე მეტი ზუსტად ემიგრაციაშია და სულ სხვადასხვა პროფესიებში. ანუ ეს არის პრაქტიკულად ანუ კადრები, რომლის მომზადება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით დაჯდა რამოდენიმე ასეული ათასი. ანუ ეს ერთი ადამიანი დაჯდა რამოდენიმე ასეული ათასი. ეს რამოდენიმე ასეული ათასი ამერიკელი გადასახადის გადამხდელის, ანუ ამერიკის მოქალაქის ფული რომ საქართველოს ყოფილიყო დაცული. ამაში დახარჯული ეს უზურპასესი კაპიტალი, ეს ადამიანი პირობითად ვინმე წასული ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მუშაობს რაღაცა გადამზიდ კომპანიაში. ან ძირითადად არიან კერძო დაცვის კომპანიებში მუშაობენ, ან ტრაქზე მუშაობენ, კი ბატონო, ეგეც არის, ან ტაქსი ან რაღაცა ხო. აი ეს არის კატასტროფა და ამ ფონზე თურმე, აი ხონდა დაალაგო რაღაცა ლოგიკურად, რომ ქვეყანას არაფერი არ შეუსყიდია. ქონდა რაღაცა სამხედრო პროგრამები გაანულეს. იდგორი რაღაცა ის გაანულეს. არა, უარესებია მოხდარი. ქართველი ოფიცრების და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მონაცემებია გადაცემული რუსეთზე და მთელი 13 წლის განმავლობაში მიდის პროპაგანდა, რომ ჩვენ ჯარი არ ვყავს, ჩვენ ჯარი რად გვინდა, ჩვენ საერთოდ ვის უნდა მოვერიოთ, თითქოს ჯარი იმისთვის გინდა, რომ ვინმეს მოერიოთ, ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თავი დაიცვა, ხო? ამის გარდა, აი ნახეთ, მე ცოტა სხვა რაღაცა მგონია კიდევ, მაგრამ ნუ მინიმუმ ეს ხო არის, რომ 12 წლის განმავლობაში არავინ საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 20% ჩვენ თუ ვამბობთ, თუ საქართველოში მუშაობს კანონი ოკუპაციის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ სახელმწიფოს შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ხო? ამ სახელმწიფოსთან ჩვენ გვაქვს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. არანაირი შეთანხმება რუსეთს ჩვენთან არ დაუდია ომის შეჩერებაზე. თვითონ რუსეთს არ აქვს ეს დადებული ჩვენთან. რუსეთი ჩვენთან იმყოფება ომის მდგომარეობაში. ჩვენ სირაკლემასავით ვამბობთ, რომ ეს 20% თითქოს საერთოდ არ არსებობს და აბა ომი გინდა და რაღაცი მეორე მხარე მაგას არ ამბობს. მეორე მხარეს აქვს თან დარღვეული, თან დაარღვია ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, იმასაც არღვევს რუსეთი. და არანაირი სამშვიდობო შეთანხმება ჩვენთან რუსეთს არ დაუდია, რაც დადო სხვადასხვა დროს. ყველა დარღვეულია, მაგალითად, ქართლ კახეთის სამეფოსთან დადო შეთანხმება. გეორგიევსკის შეთანხმება. ვიმეორებ, ქართლ კახეთთან, არა სამეგრელოსთან, არა იმერეთთან, არა სვანეთთან, არა გურიასთან, არა აჭარასთან. გეორგიევსკის შეთანხმება ეხება მხოლოდ ქართლ კახეთს. არ ეხება იმერეთს რა, არ ეხება სამეგრელოს, არ ეხება სვანეთს, არ ეხება აფხაზეთს. ეგენი მერე დაიპყრო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ხო? დაარღვია თუ არა? დაარღვია. 1920 წლის 7 მაისის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელსაც ასევე მალავს ქართული ოცნება. პუტინი რო რაღაცა სიგიჟეებს ლაპარაკობს, რომ საქართველოს სახელმწიფო საბჭოთა კავშირის წიაღში შეიქმნაო. საბჭოთა კავშირი შეიქმნა 1922 წლის ბოლოს და 1920 წლის 7 მაისს რუსეთი აღიარებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ფაქტობრივად საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის დღესაც საქართველო.
ამ საზღვრებშია. ჩამოგვაკლეს მე კიდე ტერიტორიები, კიდე მეტი იყო, კი ბატონო. მაგრამ ეს შეთანხმებაც დაარღვიეს. სხვა შეთანხმებები, რომელიც უკვე მერე არის დადებული 1991 წლის, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს შეთანხმებებიც არის დარღვეული. მაგალითად, აფხაზეთში რუსული აგრესიის დროს რამდენი შეთანხმება დაიდო და რამდენი შეთანხმება დაირღვა. 2008 წლის შეთანხმება არის ბოლო შეთანხმება, კიდევ ვიმეორებ, ცეცხლის შეწყვეტაზე, არა ომის შეწყვეტაზე, სროლის შეწყვეტაზე. ესეც კი რუსეთს აქვს დარღვეული. ეხლა აი ამ მდგომარეობაში რო ხარ, როცა მეორე ქვეყანა, მეზობელი ქვეყანა ამბობს, რომ შენთან არის ომის მდგომარეობაში, ამბობს, რომ შენ საერთოდ სახელმწიფო არ ხარ, ამ დროს ეხლა გამოხვიდე და დაიკავო ეს სირაქლემის პოზა, ხო? ეს არის ან იდიოტიზმი, ან ეს არის შეგნებული ღალატი შენი სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების და შენი ხალხის ისტორიული ინტერესების. ნიშნულობა არ აქვს ეს იდიოტიზმით ხდება, თუ ღალატით ხდება, შედეგი ყოველთვის დგება იგივე. ტყუილია თავიდან ბოლომდე, რასაც ამბობს. აი, საერთოდ არ ლაპარაკობენ ადამიანები, ყოველ წელი არ გავა, რომ ვინმე არ მოგვიკლან. არ არსებობს ისეთი წელი, რომ რამდენიმე საქართველოს მოქალაქე არ ყავდეთ გატაცებული. არ არსებობს ისეთი თვე, რომ რამდენიმე კვადრატული მეტრი ქართული მიწა რუსეთმა არ მიიზომოს და არ მიიტაცოს. აი ამ მდგომარეობაზე გველაპარაკებია, რომ თურმე ეს არის მშვიდობა. არ არსებობს ისეთი კვირა, რომ ან თბილისში, ან უკვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ადამიანები არ ჩაცხრილონ. არ არსებობს ისეთი კვირა, რომ არ ხდებოდეს ისეთი დანაშაული, როგორი დანაშაულები ჩვენ გვახსოვს აი 90-იანი წლების ქაოსიდან. ის 90-იანი წლების პირველი ნახევარი, ეს მშვიდობის პერიოდია საქართველოში. ჩვენ სინამდვილეში აი ამ მდგომარეობაში ვარ დღეს დაბრუნებული, ხო? არ არსებობს ისეთი დღე, რომ რაღაცა საოცრება არ ხდებოდეს ქვეყანაში. მითხარით, აი რამდენი ხანი არ გქონია ნორმალური დღე. ხო და აი ამ ფონზე, როცა სრული დეკონსტრუქცია თავდაცვის უწყების. კონსპირაციული თეორია, ომში ჩართვა უნდა. აი ისე წარმოდგენა თითქოს და რეალობის, რომ აი ეს ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ერმა, კი მაგრამ რითი უნდა იბრძოლოს, როცა პრაქტიკულად არაფერი არ არის აქ მომზადებული, მაგრამ თურმე არსებობს იქ, არ ვიცი შემდეგ გლობალური ომის პარტია, ხო? ალბათ იმათი გენერლები, ჭიკარტი დაასვეს ესე საქართველოს რუკას უნდა ჩაერთონ ომში, რითი უნდა ჩაერთონ ომში. ანუ იმ ფონზე, როცა ომის თემა არის მათთვის ძალიან სამარცხვინო და მტკივნეული თემა, როცა არაფერი არ გაუკეთებთ. ომი და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოს საკმაოდ ჯანსაღი ინსტინქტი, მაგრამ ომში ჩართვა სხვის მოთხოვნის მიხედვით, მაშინ როცა შენ ამ 2008 წლის ომის შემდეგ პრაქტიკულად არაფერი არ გაიკეთებია, ეს როგორ უნდა შეასრულოს? თან ეს ხო ამას ხო აბრალებენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. აი ისევ აი კიდევ კრიტიკული ფილტრი რო არ მუშაობს. აი წარმოიდგინეთ, რომ მე და თქვენ ვართ მეგობრები, ხო? შეიძლება რომ თქვენ მე მირჩიოთ, რომ მოდი ახლა მე-13 სართულზე ხო ცხოვრობ, მოდი ახლა გააღე აივნის კარი და მიდი რა კიბეებით კი გადახტი რა იმიდან აივნიდან რა. ხო იცი ზუსტად რომ დავიღუპები, ხო? აი როგორ შეიძლება ვინმეს მეგობარს ჩვენსას, ხო? უნდოდეს საქართველოს ომში ჩართვა კი არის, სინამდვილეში რა ხარ, ჩვენ ხო ვერცერთ ჩვენს მეზობელს წინააღმდეგობაზე ვერ გაუწევთ რამდენიმე დღეზე მეტი, ხო? სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ხო? ანუ რას პატარა მეზობლებსაც კი ვერ. ანუ რას ნიშნავს, რომ შენი მეგობარი ვინმე დაიკავოს, დაიპყროს, დაიმონოს, გაანადგუროს. ხო? აი რატომ უნდა უნდოდეს ჩვენს რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ჩვენი განადგურება? აი რაში უნდა აწყობდეს ჩვენი განადგურება? აი რო გეუბნება რომ მეორე ფრონტს ხო? მეორე ფრონტი ნიშნავს რომ ფრონტი უნდა იყოს ფუნქციონირებადი, ხო? ანუ შენ უნდა შეგეძლოს რომ აქ რაღაცა საომარი ჩვენ ხო ეს არ შეგვიძლია. ეს ხო სიგიჟია, ეს ხო ტყუილია. ჩვენ ხო ამის გაკეთება არ შეგვიძლია. რატომ უნდა უნდოდეს მაშინ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს რომ ჩვენ უბრალოდ გავნადგურდეთ? ხო? თუ მას აქ ინტერესები აქვს, ხო? თუ მას აქ ინტერესი შეიძლება იყოს, ახლა აი ესეც ხო ძალიან საინტერესოა, ხო? ჩვენ ხო გონია რომ
ვინმე სადმე გვეპატიჟება, ვინმე სადმე გვეძახი. საერთოდ არ არის ასე. არავინ არ სადარ გვეპატიჟება, არასდროს. ჩვენ სულ გვინდოდა რომ ყოფილიყავით იქ ნატოს და ევროპის კავშირის სივრცის ნაწილი და არასდროს ეს კარი არ იღებოდა. დაგეტილი იყო ჩვენთვის. ეხლა აი ამ სრულმასშტაბიანმა რუსულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დააფიქრა ევროპის კავშირი რომ არ შეიძლება რომ მე არ ვიყო გეოპოლიტიკური მოთამაშე. მეც უნდა გავხდე გეოპოლიტიკური მოთამაშე, მეც მაქვს ინტერესები და აღმოჩნდა რომ თურმე ევროპის კავშირის უსაფრთხოება შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს. შავი ზღვის უსაფრთხოება არ არსებობს საქართველოს უსაფრთხოების გარეშე. ანუ ეხლა ჩვენ გვაქვს შანსი რომ ევროპის კავშირის ნატოს უთხრათ რომ ჩვენ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოთ. ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოთ. ის კი არა რომ გამანადგურონ, ხო? ხდებით, ანუ სულ სხვა საფიქრალი აქვს იმას. შავი ზღვის უსაფრთხოება ჭირდება, შავი ზღვის უსაფრთხოება არ არსებობს საქართველოს უსაფრთხოების გარეშე, ანუ ჩვენ რომ ვიყოთ უსაფრთხოდ, საქართველოს უნდა იყოს უსაფრთხოდ. აი ეს ინტერესი შეიძლება გქონდეს აქ ევროპის კავშირს. ოღონდ ეს ინტერესი ჩვენ უნდა გავუჩინოთ, ხო თან? მეორე, როდესაც რუსეთი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის აი ეს სერვისების, პროდუქტების ტრანსპორტირება, მოკლედ ეს გაცვლა, გამოცვლა ვერ ხდება ისე როგორც ხდებოდა. ეს ყველაზე საუკეთესო გზა არის მათთვის, ხო, ყველაზე უფრო იაფი. ირანი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და ირანით ვერაფერი ვერ ხდება, ხო, ესე იგი რჩება ძალიან პატარა მონაკვეთი ორ ზღვას შორის, რომელიც ჩვენ შეგიძლია დატვირთო დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის აი ამ ტვირთების გადატანა, გადმოტანით და ამაზე შეიძლება გამდიდრდე, ხო? ამაზე თუ ასეთი ინტერესი იქნება, ეს სივრცე ყველას აინტერესებს რომ იყოს დაცული, ხო? აქ მეორე საფრთხეც იქნება, ანუ ცენტრალური დერეფნის თემა. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც შეიძლება უახლოს მოხდია, რა თქმა უნდა, ფუნქციური გახდეს, რომ ჩვენ ყველაფერმა ირაკლი, რუსეთი რო დაკეტილია, ირანი რო დაკეტილია, შენც თუ დაიკეტე, ბუნებრივია რომ კაცო ისინი ცხადია იფიქრებენ რომ რაღაც ახალი გზა უნდა ვიპოვო, ხო? ანუ ჩვენ კი ვიყავით, ტყვე ვიყავით თან მთელი რეგიონი ყარაბაღის კონფლიქტის, რა, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა ჩვენ დაგვაკარგინა ის უპირატესობა, რომელიც შეიძლება აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებაში მანამდე ჰქონდა და ცხადია ამის გამოყენება შეეცდებიან და გამოიყენებენ კიდეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი მეზობლები. თუ ჩვენ არ ვიქნებით ფორმაში. აი რა ინტერესი შეიძლება დასავლეთს ჰქონდეს აქ? ხო ეს ინტერესი ჩვენ უნდა გავუჩინოთ. ეს არის უსაფრთხოება. იმაზე კი არა, ჩვენს უსაფრთხოებაზე სინამდვილეში ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრობენ. ის რა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს უნდათ, ეს არის საქართველოს უსაფრთხოება. მეორე რომ ეს იყოს ფუნქციონირებადი დერეფანი, ფუნქციონირებადი დერეფნისთვის გჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გზები უნდა გქონდეს, არა ისეთი როგორიც გვაქვს, რკინი გზა უნდა გქონდეს, არა ისეთი როგორიც გვაქვს, ჩქარი მატარებელი რო 6 საათნახევარი უნდება ბათუმამდე თბილისიდან ჩასვლას და კახეთიდან საერთოდ ვერ ჩადის მატარებლით, ხო? ნიშნავს რომ ინფრასტრუქტურა არ გაქვს, ხო? ლაგოდეხიდან ბათუმამდე უნდა შეგეძლოს, რომ 2 საათში ჩახვიდე, როგორც ჩადიან თქვა ევროპაში, ხო? 2-ში ვერ ჩახვალ, მაგრამ 5-ში ხო ჩახვალა რა? არა, ლაგოდეხიდან, ოღონდ არა თბილისიდან, ხო? ერთი ხაზი არ არის საკმარისი, ბევრი რკინიგზის ხაზი გინდა. გჭირდება შავ ზღვაზე ისეთი პორტები, რომლებიც მიიღებენ დიდ გემებს. ანუ რაც უფრო მეტი ტვირთი დაიდება გემზე, ტრანსპორტირება გაიაფთება, ხო? უბრალოდ საბოლოო ჯამში პროდუქტის ფასი გაიაფთება, რატო? იმიტომ რომ თუ ბევრი დავდე, უფრო იაფი მიჯდება პროდუქტის ერთი ადგილიდან მეორემდე მიტანა, ხო? ეგეთი პორტი გჭირდება. თუ საპორტო ინფრასტრუქტურა არა გაქვს, სახმელეთო ინფრასტრუქტურა არა გაქვს, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არა გაქვს, ცენტრალურ დერეფანს ჩვენ ვერ გამოდგები და გამოდგებიან სხვა ქვეყნები, ვინც ამას გააკეთებენ და ჩვენი მეზობლები დროს არ კარგავენ ჩვენაირად. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფაქტობრივად რუს ჯარისკაცი არ არის
სომხეთის პოზიციებიც ხედავთ როგორ შეიცვალა, ну თურქეთი ხო ისედაც ამას აკეთებს, ხო რა გამოდის რომ ჩვენ აი იმ გეოპოლიტიკურ ნიშას, რომელიც ისტორიულად შეიძლება ჩვენ გქონდა, ვცდილობდით ყოველ შემთხვევაში რომ გქონოდა, ამას სინამდვილეში ჩვენ კარგავთ. ამ ინფრასტრუქტურის გაკეთებაში რომ ჩვენ აი ამ ცენტრალური დერეფნის ნაწილი ვიყოთ, ამაში ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები გვეხმარებიან, ხო? ანუ მათი ინტერესი რა არის საქართველოში? რომ საქართველო იყოს უსაფრთხოდ, რომ მას საფრთხეს ვერავინ უქმნიდეს, ეს აინტერესებს დასავლეთს. მეორე რაც აინტერესებს, რომ აქ განხორციელდეს პროექტები და განხორციელებული პროექტები რას ნიშნავს? საქართველოში შემოსულ ფულს, გაჩენილ სამუშაო ადგილებს. აქედან კი არ გაიქცევა ხალხი, ვინც წასულია, ისინიც უკან დაბრუნდებიან. შეიძლება მუშახელი არ გვეყოს აქ თუ მართლა ცენტრალური დერეფნის პროექტი ავამუშავეთ, ხო? ეს მარტო ის კი არ უნდა იყოს გზა. ამ გზაზე შენ დგამ აკეთებ ინდუსტრიულ ცენტრებს და რაღაცეების წარმოებას უკვე აქ იწყებ. აი მაგალითად არ ვიცი, მატარებლის თვლებს აკეთებ, რკინიგზის იმას აკეთებ, რა ქვია, ლიანდაკს, ხო? ანუ ის კი არ არის მარტო რომ რაღაცეებმა აქ იქროლონ, შენ თვითონ რაღაცეებს აკეთებ, რომ აი ამ დერეფნის უზრუნველყოფა გააკეთო. არ ვიცი, მერსედესის ქარხანა შემოყავს, რუსეთიდან რო გავიდა დასავლური კომპანიები, სად წავიდნენ? საქართველოში რატომ არც ერთი არ შემოვიდა, თუ აქ მართლა ეკონომიკური ბუმია? რატო წავიდნენ სხვა ქვეყნებში, რატო წავიდნენ სომხეთში? რატო წავიდნენ ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში და აქ არ შემოვიდნენ? რაშია საქმე? აქ ვინ შემოვა? აქ ვინ შემოვა, როცა იცი რომ მთელი ქვეყანა ერთ ადამიანს უდევს ჯიბეში? ვინ შემოვა, ვინ დადგება ახლა 10 თუ რამდენი მილიარდის პატრონთან, როცა ვინ გაწევს ამ რისკს, როცა იცის რომ ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ ბაღური კრას და გააგდოს და საწაიღოს მერე ის ჩადებულისა დაკარგოს ფული. საშინელი პრეცედენტი დაუშვით. ეს ნამოხვან ხესის შემთხვევაში. ნამოხვანი მე მგონი კორუფციული თემა იყო ყოველ შემთხვევაში, მე რაც შევისწავლე ეს თემა იყო თავიდან ბოლომდე კორუფცია, ანუ თავიდანვე კორუფციული გარიგება იყო. ანუ თავიდანვე ვიღაცებმა ფული გააკეთეს ქართულ ოცნებაში და თავიდანვე კორუფციულ გარიგებაზე აღმოცენებული მერე პრობლემა იყო, რომელიც ახლა უფრო დიდ პრობლემად გადაგვექცა, იმიტომ რომ ფული გვაქვს გადასახდელი, ხო? ფული გვაქვს გადასახდელი, მაგრამ იქ რაც მოხდა მანამდე და რა მოხდა და როგორ დაიდო ეს შეთანხმება, ეს რატომ არ უნდა იყოს შესწავლის საგანი? ესეც ხო უნდა იყოს არა შესწავლის საგანი, ვინ იყო ის ხალხი ქართული ოცნების მხრიდან, ვინც ეს შეთანხმება დადო? ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია რა. იქ ბოლოს და ბოლოს მართლა ახლა იმ ადგილობრივების აზრი ვინმე მიკითხა? ანუ თავიდანვე იქ არის დანაშაულებრივი ქმედება, რომელზეც მე უკვე სხვა დანაშაულებია დაფუძნებული და ახლა მე ჩვენი გადასახდელი არის რაღაცები, ჩვენი გულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს, ხო? ეს არ არის ერთი შემთხვევა, ირაკლი. ბევრი ასეთი შემთხვევა, აქედან ინვესტორები გაყარეს, აქ არავის უნდა თავისუფალი კაპიტალის ჩადება. ნახეთ, სად ეძებენ კაპიტალს, ემირატები მიაქციეთ რა, ემირატებს აქვს ზღვაზე ინტერესი, კი როგორ არა, რო წვიმს ემირატებიდან აქ ვინც არის, გამოდიან ხოლმე, ჩვენ რო სახლში შევდივართ, ისინი გამოდიან, წყალი უნდათ, ხო? ანუ ეს კიდე სხვა თემაა და ამის გავრცობა შეიძლება, ხო, რატომ ემირატები? ძირითადად აი ყურის ქვეყნებში დაბოდიალობენ დღეს და იქ ცდილობენ, რომ აღარ თავისი ფულიც იქ შეინახეს და იქიდან ცდილობენ, რომ აქეთ რაღაცები მოიზიდონ. ჩინური ინვესტიციები ეგრე არ არის. ჩინური ინვესტიცია ერთი ეგრე მარტივად ჩინეთი მაგას არ აკეთებს, უბრალოდ არ აკეთებს და მე სადაც გაუკეთებია კონკრეტული მაგალითებია, ნახეთ რამხელა რა რისკიანი იყო ეს ყველაფერი და ნახეთ ამ ქვეყნებმა როგორ იზარალეს, ხო? ნახეთ ის 16+ და ასე შემდეგ, აი სხვადასხვა ბალკანეთზე რა პროექტებიც აქვს, განხორციელებული Belt and Road, აფრიკაში კი ბატონო, აფრიკა კიდე სხვა არის. მე ვაბა აქეთ ევროპაში რაც აქვს. აფრიკაში საერთოდ კატასტროფული ამბებია, უბრალოდ ქვეყნები ფაქტობრივად როგორ გითხრათ, რა ვიცი, მანეთნახევრად იყიდეს. ფაქტობრივად ესეთი რაღაცა არც რეალური ინვესტიციებიც არ არის, უბრალოდ იძარცვება ზოგიერთი ქვეყანა. ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ჩინეთი რო დაასახელა ირაკლი კობახიძემ როგორც მოდელი სახელმწიფო. ჩინეთი შეუძლებელია იყოს საქართველოსთვის მოდელი სახელმწიფო. რატო? ჩვენი ასე ვთქვათ, მაპი
membership action plan-ი თუ რა ვიცი, როგორც გინდა დავარქვათ, ხო? ჩვენ ეს მივიღეთ, როდის იცით, როდესაც ჩვენი თავი დაუკავშირეთ დასავლურ სამყაროს და დასავლურ ცივილიზაციას. დასავლური ცივილიზაცია არის საბერძნეთში დაბადებული დემოკრატია, რომში დაბადებული სამართალი და მოქალაქეობა და ქრისტიანული ეთიკა და მორალი. არც ერთი ამ სამიდან ჩინეთში არ არის. ჩინეთი არ არის დემოკრატია, ჩინეთში არ არის სამართალი და ეხლა ყველაზე უფრო მთავართან მივდივარ, ესენი რომ თავს გვასაღებენ რომ ქრისტიანები ვართ. ესენი სინამდვილეში არიან ყველაზე უფრო ანტიქრისტიანები, ყველაზე დიდი მტრები ქრისტიანული ფილოსოფიის. ჩვენ ვდგავართ რაზე? ქრისტიანობა ამბობს რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს ღმერთი. თუ ადამიანი არის ღმერთის ქმნილება, ყველა ადამიანში არის ღმერთი. აქედან არის მათ შორის ლიბერალიზმის როგორც იდეოლოგიის სათავეებიც აქ არის. თუ ყველა ადამიანში არის ღმერთი, ადამიანს ისე უნდა მოეპყრა, როგორც მოექცეოდი ღმერთს. იმიტომ ადამიანს უნდა გაუფრთხილდე. აქედან არის ეს თანაგრძნობის, სოლიდარობის, ადამიანზე ზრუნვის მომენტი. ადამიანი შენ თუ ცუდად ეკცევ, ესე იგი ცუდად ეკცევი ღმერთს. ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ეს არის ჩვენი ცივილიზაცია. ანუ ანის ცივილიზაცია, რომელსაც ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქამდე ჩვენი დიდი წინაპრები გვეუბნებოდნენ, რომ აი აქ ვეკუთვნით და აქ უნდა ვიყოთ. ჩინური ეგრე არ არის. ჩინური ცივილიზაცია დგას კონფუცის მოძღვრებაზე, ჩინური რელიგიური წარმოდგენები, რაზეც ჩინური ეთიკა დგას, ეს არ არის ქრისტიანული. ჩინური წარმოდგენები გეუბნება რომ გუშინ შენ ქვა იყავი, ხვალ შეიძლება გვირილად მოხვიდე, ზეგ შეიძლება ადამიანი იყო და მასზე შეიძლება კიდე ხე, ხო? და შენ თუ თქვათ რაღაცა პრობლემა გაქვს, მაგალითად ჯანმრთელობის, ხო? ან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ხარ, ხო? ამ შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ შენ წინა ცხოვრებაში რაღაც დააშავე. ქრისტიანობაში ესე არ არის. ქრისტიანობა გეუბნება შენ გადარჩენის შანსი. ყველა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის განკუთვნილი დაწესებულებები, ობლების თავშესაფარი და ასე შემდეგ. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, აი ეს ჩინური სივრცე სადაც არის, ხო? ვის ეკუთვნის? ქრისტიანული მისიების ხელშია. ყველა ვინ ზრუნავს იქ ადამიანებზე ქრისტიანული მისიები და კობახიძე ჩვენ პირველი საუკუნიდან ქრისტიან ხალხს გვეუბნება რომ თურმე ჩინეთი არის ჩვენი მოდელი ჩინეთი რომელიც არ დგას ქრისტიანულ მორალზე არ დგას ქრისტიანულ ეთიკაზე ხო ანუ აქ მე რაღაცა იმით კი არ ვლაპარაკობ, იმ კუთხით კი არ ვლაპარაკობ, რაღაცა რელიგიური ფანატიზმის და ასე მაგით კი არ ვლაპარაკობ. რა არის ჩვენი იდენტობა, რა არის? ეგ არის ჩვენი იდენტობა. ჩვენი იდენტობის ნაწილი ეს არის. ხო? ჩვენ მართლა მაშინ მივიღეთ მაპი, მაშინ გავხდით მართლა ამ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, როცა ვთქვით, რომ ეს სამყარო, ბერძნული დემოკრატია, სამართალი და მოქალაქეობა და ქრისტიანული ეთიკა რომ ადამიანს ისე მოვექცე როგორც ღმერთს, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს ჩემთვის ღირებული, ხო, ამას გვასწავლის ქრისტიანობა, მოყვასი უნდა გიყვარდესო. როცა ეს თქვით, რომ ეს არის ჩვენი და ამაზე ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ სახელმწიფოს. ჩინეთში ეგრე არ არის. ჩინეთში ადამიანს ღირებულება არ აქვს. ჩინეთში არის 1+1+1+1 და ასე უსასრულოდ. ადამიანი არის სტატისტიკა და ჩვენთან ადამიანი არის ადამიანი. ხო, ეგ. კობახიძე გვეუბნება რომ არა, ჩინეთი არის ჩვენი მოდელიო. ხო, იქ თავარი სიკველე ის მორჩილებაა და პატრონის და ავტორიტარიზმი, ესე იგი პატივისცემა რაღაცა ავტორიტეტების. და ქრისტიანობაში ერთი ავტორიტეტი არსებობს მარტო, ღმერთი. და ყველა ადამიანში არის ღმერთი. და რადგან ყველა ადამიანში არის ღმერთი, ყველა ადამიანი არის ავტორიტეტი. ეს იქ არ არის. ადამიანი არის სტატისტიკის ნაწილი. გუშინ ქვა იყო ის და ხვალ შეიძლება ხე იყოს. რატო უნდა ვცე ადამიანს პატივი? ადამიანში არ არის ღმერთი.
იმათი რელიგიური წარმოდგენებით და ამ რელიგიურ წარმოდგენებზე დაფუძნებული მათი ეთიკით. ეს მათი უფლებაა, ყველა ხალხს ისე უნდა ცხოვრება, როგორც მას სურს ცხოვრება, მაგრამ ჩვენ 20 საუკუნე ვცხოვრობთ ასე, როგორც ცხოვრობთ, ქრისტიანული ეთიკით. ჩვენ ახლა ამას რო არ ვიცავთ, ვიცი, მაგრამ იცავდნენ ჩვენი წინაპრები. იცავდა ილია ჭავჭავაძე, იცავდა მერაბ კოსტავა, იცავდა სულხან საბა-ორბელიანი. ესენი არიან ჩვენი გმირები და არა ისინი, ვინც ამას არ იცავდნენ. არა ის, ვინც ისროდა. ჩვენი გმირი არ არის ბერბიჭაშვილი. ჩვენი გმირები არ არიან ისინი, ვინც ილია ჭავჭავაძეს ესროლეს. ჩვენი გმირები არიან ისინი, ვისაც ესროდნენ, ვისაც აწამებდნენ, დღესაც იგივეა. ჩვენი გმირები არიან პოლიტიკური პატიმრები. დღეს ვინც ციხეში არიან, ვინც ქართული სახელმწიფოსთვის იბრძვის, ვინც აი ამ ღირებულებების დაცვისთვის იბრძვის. ხო, კი, აი ზუსტად მაგ თემებს მივადექით ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ქართული ავტოკრატიის აი ამ რაღაცა თეორიულ თუ რაღაცა ისეთ გარემო საფუძვლებზე, მაგრამ ახლა კონკრეტულ ფაქტობრივ რაღაცა საფუძვლებზე რო ვისაუბროთ. ჯერ მინდა პირველი ვისაუბროთ აი ეს კანონი, რუსული კანონი ეგრეთ წოდებული. ამ კანონის იმპლემენტაციას შენ ძალიან ეწინააღმდეგობდი და აქ შეიძლება დელიკატური საკითხია, მაგრამ თავდასხმაც კი იყო შენზე, ხო? ანუ აი როცა ეს კანონი მე მეგონა რომ დასაწყისი იყო იმის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. კი, დასაწყისი იყო. აი ახლა ეს კანონი არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, აი კიდე ლოიალურობის ერთგვარი გამოვლინება, რომ ეს კანონი გააუქმეთ, რომ რაღაცა ისევ დიალოგისკენ წამოხვიდეთ. მთავარი პუნქტი ისევ ეს არის, ხო? აი სადაც შეიძლება რაღაცა შემოტრიალდეს. რა ქნა ამ კანონმა აი აქამდე რაც მივიღეთ? რა გაუარეს? ხო, ეს კანონი, ნახეთ, ეს კანონი სინამდვილეში იყო ერთ-ერთი ეტაპი, ანუ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს კანონების ჯაჭვი, რომელიც საქართველოს უკლავს მომავალს. ანუ საქართველოს უბრალოდ კი არ უზღუდავს, უკლავს მართლა მომავალს, ხო? ამაზეც უნდა ვთქვა რა, რამდენიმე სიტყვა, ნახეთ, ჩვენ თუ გვინდა აი ამ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გადავრჩეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ სივრცის ნაწილი, სადაც არის დაცულობა, სადაც არის მშვიდობა, სადაც ჩვენ შეგვეძლება ვიცხოვროთ კეთილდღეობაში. სხვანაირად ჩვენ გადარჩენა არ ვიწერია. ჩვენ ვიცით, როგორი იყო ცხოვრება ირანთან, დაქუცმაცებული იყო ქვეყანა, ვიცით, როგორი იყო, ვთქვათ, ცხოვრება ოსმალეთის იმპერიასთან, ის შედარებით უფრო რბილი იყო, მაგრამ ქვეყანა ისევ არ იყო ერთიანი, ვიცით, როგორი იყო ცხოვრება რუსებთან. ჩვენ იგივე სამეზობლოში ვცხოვრობ. ჩვენი მეზობელი არ გამختარა დღეს რომელიმე ევროპული სახელმწიფო. აი რაც ჩვენ გვინდა, ჩვენ გავხდეთ ამის ნაწილი. ჩვენ თუ გვინდა გადავრჩეთ, შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, თვითყოფადობა, ჩვენ უნდა გავხდეთ აი ამ სივრცის ნაწილი. ჩვენი არჩევანი გავს და სულ ეს არჩევანი გვაქვს და სულ ვამბობ ამას 550 წლის ამბავი, ხო? ქართული სამეფო ლაზიკა ირანულ რომაულ დაპირისპირებაში იყო დასავლური ცივილიზაციის მხარეს, იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის მხარეს, ქრისტიანული იმპერიის მხარეს. და ეს იყო სრულად შეგნებული არჩევანი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მოკავშირემ გვიღალატა და მეფე მოკლეს. დიდი კრებაა ეგრიში და აი მაშინდელი პოლიტიკოსი, კარგი ორატორი, აიეტი, სიტყვით იმეორებს იმას, რასაც დღეს ამბობს ირაკლი კობახიძე. მაგრამ არის მეორე კაციც, მაშინდელი პოლიტიკოსი, ასევე კარგი ორატორი, ფარტაძე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს სხვა არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომელიც საჭირო არის ჩვენი არსებობისთვის. ჩვენ რომ გადავრჩეთ როგორც ხალხი, როგორც თავისუფალი ხალხი, ჩვენ ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს სულ ფარტაძის
არჩევანი. ჩვენ არ ვართ ტერიტორიით დიდი, ჩვენ არ ვართ მოსახლეობით დიდი, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, არა ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ ჩვენს გარშემო არიან ძველი იმპერიები რევიზიონისტული განწყობებით, ხო? ეს არის ჩვენი სამეზობლო. ამ სამეზობლოში ვგულისხმობ იმავე ვთქვათ ყურის ქვეყნებს, არაბულ სახელმწიფოებს. მათაც აქვთ არაბეთის ოდინდელი დიდება, მათაც ხიბლავთ, როგორ არა? შეუძლებელია რომ არ ხიბლავდეს ხა. ჩვენს მივტირი დავით აღმაშენებლის დროს, როცა ყველაზე დიდები და ყველაზე მაგრები ვიყავით, ხო? ანუ ამ რევიზიონისტულ განწყობებში ჩვენ გვჭირდება რომ ყავდეს ისეთი მოკავშირე რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და გქონდეს კეთილდღეობაში და დაცულობაში ცხოვრების შესაძლებლობა, ხო? ეს არის დასავლური ცივილიზაცია, ეს არის ნატო და ეს არის ევროპის კავშირი. აი ამ კანონით, რუსული კანონით და მე უკვე სხვა კანონებით, ხო? და ახლა თქვენ ახსენეთ, რას გვეხვეწება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამ შემთხვევაში თქვათ ევროპის კავშირი, რომ რეპრესიული კანონები გააუქმე. რატომ? იმიტომ რომ ეს რეპრესიული კანონები ჩემი მიმართულებით ზრდის არალეგალურ მიგრაციას. რეაქცია ჰქონდათ იმ წესზეც. ყურის ქვეყნებში თუ ბინადრობის მოწყობა აქვს რომელიმე აი 17 ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია საქართველოს შემოვიდეს. ეს არის ქვეყნები, რომლებიც არის ან ტერორიზმის წარმომავლობის, ან კიდევ არის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეც აქ თუ შემოდის, საქართველოს მოქალაქეს ართმევს სამსახურს. ეს არის მიზეზი, რატომაც გვეუბნებიან. და მე საქართველოს მოქალაქე არალეგალურად მიდის ევროპაში სამუშაოდ. ხვდებით აი ეს რა ჯაჭვია? ბანგლადეშის მოქალაქეს რომ აქ არ უნდა გაუხსნა ლიბერალური სავიზო რეჟიმი, ამას რატომ გთხოვს შენი პარტნიორი? იმიტომ რომ ბანგლადეში $1.5 რომ მუშაობს დღეში ბანგლადეშის მოქალაქე, აქ რომ იმუშავებს $5 კმაყოფილი იქნება და იმ $5 სამუშაოზე თუ მუშაობს დღეს საქართველოს მოქალაქე, ის დაკარგავს ამ სამუშაოს. აი რაც ახლა გლობოზე ხდება, ეგ ამბავია. ამიტომ გეუბნება ის რომ ამასთან ფრთხილად იყავი. აღარა მაქვს ახლა საუბარი კიდე სხვა ქვეყნებზე, რომლებიც საერთოდ სხვა პრობლემების მომტანი შეიძლება იყვნენ, მათ შორის დასავლეთის, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორია შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც შუალედური სადგური, რომ მე აქედან იქით წავიდეს. ხვდებით? გეუბნება რომ ესეთი რაღაცები რომ მიიღე, ესენი გააუქმე, იმიტომ რომ თუ რეპრესიულ კანონს იღებ, ხო? რეპრესირებული ხალხი მე მომადგება. და მე უიზო იმისთვის კი არ გაგიხსენი რომ მთელი ქვეყანა ჩემთან გადმობარგდეთ საცხოვრებლად. არა, მაგისთვის არ გამიხსნია. გაგიხსენი რომ კი ბატონო მოდი სეზონურად იმუშავე, კი ბატონო მოდი ისწავლე, კი ბატონო მოდი ივაჭრე, მოდი დაალაგე ბიზნეს კონტაქტები, მოდი ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, კი ბატონო გიმკურნალებ, მაგრამ მე არ მithქვამს რომ ყველანი ჩემთან გადმოხვიდეთ საცხოვრებლად. თქვენ მოგეწონებათ რომ ახლა საქართველოში მილიონი სხვა ქვეყნის მოქალაქე მოვიდეს? ხო არ მოგეწონება რა? არ მოგვეწონება კი არა, რაც ხდება ისიც არ მოგწონს, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ ეს რომ არალეგალურად ხდებოდეს. არალეგალი მილიონი ადამიანი რო ყავდეს აქ სხვა ქვეყნებიდან. წარმოგიდგენიათ თქვათ ეს რა პრობლემებს ქმნის? არ უნდა რა კრიმინალის ზრდა, არ უნდა თავისმა მოქალაქეებმა სამუშაო ადგილები დაკარგონ, არ უნდა ტერორიზმის საფრთხის ზრდა. ეს არის რატომაც გთხოვს რომ ეს რეპრესიული კანონები გააუქმე. რუსული კანონით რა მოხდა? რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემწეობა, მაგალითად. აი, ობოლთა თავშესაფარები. ეს თანხები, რომელსაც თვითონ მთავრობის ნებართვით განიკარგებოდა. მთავრობა აწერდა ამაზე, მაგ პულის მიღებაზე ხელს, აბა ვინ აწერდა სხვა. წარმოიდგინეთ, გარემოს დამცველი, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების დამცველები, ობოლთა დამცველები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ძალადობის მსხვერპლი ზოგადად, პატიმრები, ადამიანის უფლებები, განათლების სფერო, ჯანდაცვის სფერო, ეს ყველაფერი შეწყდა.
ამ საქმეში ვინც იყვნენ ჩართულები, ეს ადამიანების დღეს ვეღარ ფუნქციონირებენ, ხო, იმიტომ რომ ხა თავმოყარი ადამიანი არ დაარეგისტრირდება, რომ ვიღაცის აგენტია. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი ქვეყნის აგენტები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენი ქვეყნის დამცველები ვართ და ჩვენი ქვეყნის აგენტები ვართ. რა სხვა ქვეყანა, ხო, რა საერთოდ ის საქმე, რასაც ვთქვათ, რაზეც ვთქვათ, ეს ფული იხარჯებოდა, ეს ხო თავიდან ბოლომდე ქართული საქმე იყო. ქართულ იმას რა ქვია, ბუნებას თუ მოუვლიდი, საქართველოში მშობლებ დაკარგულ ბავშვებს თუ მოუვლიდი, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს თუ მოუვლიდი, ეს რა იუპიტერის საქმეა, ხო ქართული საქმეა, ხო რას ხმარდებოდა, ხო ეს უცხოური დახმარება, ხო? ეს ამით ხო არ მორჩა, ამას მოყვა მე კიდევ სხვა კანონი, მაგალითად ოფშორის შესახებ, ხო? რომელიცაც ფაქტობრივად კრიმინალური ფულის 60 აქციეს საქართველოს. ანუ შენ თუ გაურიგდები ამ ქვეყნის პატრონს, მოიტანე რა ფულის გაგდა, როგორც გაქვს ნაშოვნი, აქ გაგითეთრებ, ოღონდ აქ დატოვებ რაღაც ნაწილს ჩემთან. ანუ აი ამ სივრცის მეპატრონე ვინც არის, იმასთან გარიგდები. ხო, ხო თავიდან ბოლომდე ესე კრიმინალური ის არის, ხო, გარიგება რა. შემდეგ ეს კანონის მიღებულია, ხო იცი, შემდეგ კანონი, რომელიც მედიას ზღუდავს, ხო, რომ გამოხატვის თავისუფლება არ იყოს ქვეყანაში. თლიანობაში ეს რას გაძლევს? თლიანობაში ეს გაშორებს ზუსტად აი ამ სამ ფუნდამენტურ რაღაცას, რაზეც დგას დასავლური ცივილიზაცია. დემოკრატია არ არის, სამართალი არ არის, მოქალაქეები და მოქალაქის უფლებები და ადამიანის უფლებები დაცული არ არის და გაშორებს ქრისტიანულ ეთიკასაც, ხო? ხდები ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიდასავლური, საკუთარი თავის მტერი, სახელმწიფო არა, რაღაცა ტერიტორიული წარმონაქმნი. აი ეს მოიტანა აი ამ კანონებმა. ვინც ამ კანონებს ეწინააღმდება, გიჟები, ვინმე კი არა, სრულად გასიგრძე განებული ქონდა ყველას. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. აქ თავდებოდა, ამით იწყებოდა ჩვენი დაშორება ჩვენს ისტორიულ არჩევანთან. კი ბატონო, და მაშინაც იყო ეს რაღაცა კონსპირაციული ხაზი, რომ თითქოს რაღაცა ინფორმაცია არის საზოგადოებისთვის უხილავი. ერთი მე მაინტერესებს ახლა. ტყუილი. ხო, ტყუილი, აბსოლუტური ტყუილი. და ახლა რა იციან ერთი, აი ის აპოლოგეტები მე მაშინ ჩემს გვერდზე. თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო, ნახეთ, ფულს ვერ ვახურდავებთ პირადობის მოწმობა რო არ წარმოადგინოთ. ფული, რომელიც უცხოური დახმარება, რომელიც აქ მოდის, ამ უცხოურ დახმარებაზე ხელს აწერს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა აწერს. აი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის თქვათ 100 ლარი დახმარება და საქართველოს მთავრობა აწერს ხელს ამ დახმარების მიღებაზე. ეს დახმარება მე არის ჩაშლილი, რომ 10 ლარი ხმარდება განათლებას, 10 ლარი მოხმარდება ჯარს, 10 ლარი მოხმარდება ობლებს, 10 ლარი მოხმარდება ბუნების დაცვას და ასე შემდეგ. ხო? ამაზე ინფორმაცია აქვს კი არა, ხელს აწერს საქართველოს მთავრობა. შემდეგ ეს ფული რო იხარჯება გადასახადების სახით გადასახადის გადახდა ხდება და თავიდან ბოლომდე გამჭვირვალეა ბუღალტერია საქართველოს სახელმწიფოსთვის. და საქართველოს სახელმწიფოს გარდა დონორი აკონტროლებს ამ ფულის ხარჯვას. დონორიც ამ ფულის ხარჯვის კონტროლერია. თითოეულ ცენტს, ყველა თითოეულ თეთრს, რაც დაიხარჯება, ყველაფერზე უნდა კონდეს ქვითარი ახსნა განმარტება, რაში დაიხარჯა, რატომ დაიხარჯა, მიმღების ხელმოწერა და ასე შემდეგ. საქართველოში ამაზე გამჭვირვალე ფული არ არსებობს. იმ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთს მილიარდების მოპარვას ედავებიან. მილიარდების მოპარვას ედავებიან ერთმანეთს. ეგენი ვის გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ? ვისი ფულის გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ? ამ ფულზე გამჭვირვალე ფული ქვეყანაში არ არსებობს უბრალოდ. დღიდან მასზე საუბრის, ანუ როცა საუბარი იწყება იმაზე, რომ დამეხმარე. ეს ხო ჩვენი თხოვნაა, რომ დაგვეხმარონ. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაგვეხმარონ. მერე მოდის ეს დახმარება, აწერს ამაზე ხელს ქართული საქართველოს მთავრობა. და მერე ხდება ამ ფულის ხარჯვა იმ მიმართულებებით, რა მიმართულებებითაც დახმარებას ითხოვს ქართული სახელმწიფო. ეხლა მეორე პრობლემა. უკვე ფაქტობრივი ასე თქვა გარემოებები ჩვენი ავტორიტარიზმის. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება. შეიქმნა რაღაცა ძალიან
არ ვიცი ესეთი სპეციალური პოლიტიკური კონსტრუქცია რაღაცა კომისიის და ამ კომისიაში ჩადებული, რა თქმა უნდა, წინასწარ გამიზნული კონკრეტული მექანიზმი, რომელშიც უნდა მოახდინოს ადამიანმა, აი როგორც აგენტების კანონის შემთხვევაში, თვითინკრიმინაცია, იქ მე აგენტი ვარ უნდა დაერქვას და აქ კიდე თუ კი მიდიხარ, ესე იგი მე მივდივარ ხელისუფლებასთან, ანუ რაღაცა ხელისუფლებას ვაღიარებ. აი ამას თუ არ აკეთებ, მაშინ კანონი ვითომ გაპატიმრებს. და აი ამ მექანიზმით, რომელიც რა თქმა უნდა წინასწარ იყო ალბათ მოფიქრებული და ეს არ იყო შემთხვევითი გვერდითი ეფექტი. მთელი პოლიტიკური სპექტრის ლიდერები აღმოჩნდნენ საპატიმროში. და ერთ-ერთი გახლავთ თქვენი ძმა. აი ეს საშინელება. აი ამაზე რა კომენტარი? აქაც ველოსიპედი არ გამოუგონიათ, საბჭოთა კავშირში მილიონობით ადამიანი დახვრიტეს და გადაასახლეს, მილიონობით. ყველა ამ ადამიანზე არსებობდა კანონიერი საფუძველი. თქვენ გონიათ რომ ვინმე უკანონო დახვრიტეს ან გადაასახლეს? არა. იყო უკანონო და ყველგან არა, ყველა მუხლებს ეყნობოდნენ. მაგალითად, გაურკვეველი 58 მუხლის სიცხლის სამართლის კოდექსში. აქაც იგივეა. გააკეთეს რაღაცა მექანიზმი, ანუ შექმნეს კანონიერი, ფსევდოკანონიერი საფუძველი. საბჭოთა კავშირში არავინ არ გაუყვანიათ და ისე არ დაუხრეტიათ, რომ დოკუმენტი არ არსებობდეს. დოკუმენტს ტოვებდნენ და დოკუმენტში ეწერა, რის საფუძველზე იყო ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, უცხო ქვეყნის აგენტობა. ძირითადად, რასაც ახლა კოცები ამბობენ, ძირითადად ეს ის არის, ეს მუხლებ კაპიტალისტების აგენტობა და ასე შემდეგ. აქ შინაარსი იგივეა. შეიძლება სიტყვების რა ხარუხი იცვლება მხოლოდ, მაგრამ ყველგან არსებობდა კანონიედო ყველგან საფუძვლად. აქაც მოიგონეს რაღაც მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სურთ რომ პოლიტიკური პარტიები აკრძალონ საქართველოში. პოლიტიკური ლიდერების დაჭერას კიდევ ჰქონდა ერთი მიზანი, რომ გაეჩერებინათ პროტესტი, რომელიც არის ქვეყანაში. ამ პროტესტს აქვს შედეგი. ეს შედეგი არის ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაცია და მათი სანქცირება. არა მithქვას რომ პროტესტის შედეგი არ აქვს. ეს პროტესტი რო არ იყოს, არც საერთაშორისო იზოლაცია იქნებოდა კოცების და არც საერთაშორისო სანქციები იქნებოდა. მათ როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ აი ჩვენ ახლა ამათ თუ დავაკავებთ, ხო, ლიდერებს თუ დავაკავებთ, პროტესტი მოკვდება, მაგრამ შესწნენ პროტესტი გრძელდება. მეორე მექანიზმიც ხო არ არის, აი რომ არჩევნებში პრაქტიკულად გამოდიშონ პოლიტიკური სპექტრი. არა, არჩევნები ღიად აცხადებენ, რომ აკრძალვა გვინდაო. არანაირად არ აინტერესებს საერთოდ ქართულ ოცნებას. ეს არჩევნები ხო არჩევნები არ არის. ანუ ისინი რაღაცა ფარს დგამენ. ამ სპექტაკლში შენ მიიღებ თუ არა მონაწილეობას როგორც პოლიტიკური პარტია, საერთოდ არ აინტერესებს. საერთოდ მიიღებ, არ მიიღებ, გადაწყვეტილია მისთვის, რომ უნდა ააკრძალოს. დამთავრებულია. ეყოლება ისეთივე, ასე ვთქვათ, ფსევდო ოპოზიცია, როგორც არის ჩინეთში, როგორც არის ჩრდილოეთ კორეაში, როგორც არის რუსეთში. რუსეთშიც ხო არსებობს რაღაცა პარტიები რეგისტრირებული, ხო? აი ხო მოდელი ხო გააკეთა რაღაცა ხალხის ძალაო თუ რაღაცა და მე როგორც უნდა ისი აკეთებს ტრანსფერებს, ხო? ის იქით გადაიყვანე, ეს აქეთ გადმოიყვანე, როგორც უნდა ისე ცვლის. ესეც რაღაცას შექმნის. იტყვის რომ აგერ ახლა აი ფორმალურად საბჭოთა კავშირის დემოკრატია იყო კონსტიტუციის მიხედვით. მინი საბჭოთა კავშირს აკეთებს. მინი ჩრდილოეთ კორეას აკეთებს, მინი ჩინეთს აკეთებს. განსხვავება ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს და საბჭოთა კავშირს ბირთვული არაღი ქონდა და ხმას ვერ გაცემდა სხვა და ჩვენ არაფერი არ აგვაქვს. ჩვენ ვიქნებით აი ხელგაზრდილები, ვისაც უნდა ის წამოარტყავს თავში. მიზანი ეს არის, სინამდვილეში მიზანია, რუსეთის მიზანი რა არის? ეგ არის საინტერესო. რუსეთის მიზანი არის საქართველოს დაშლა, დაკუცმაცება, დეზინტეგრაცია. ამათ აფხაზეთის აღიარებასაც გააკეთებინებს. ამისკენ მიდის ყველა ეს ბოდიშის კამპანიაც ეგ იყო. აფხაზეთის აღიარება არის მიზანი. დიდთან დიდი და პატარასთან პატარაო. სამწუხაროდ დიდთან აქ იგულისხმება ჩვენ შემთხვევაში ქართული საზოგადოება და მთელ საერთაშორისო საზოგადოებასთან კი პატარა. აი ესეთი სამწუხარო სქემა. როგორი არის მდგომარეობა? აი ამ პოლიტიკური პატიმრების არ შემიძლია არ გკითხო ზურას მდგომარეობა. მე რაც ვიცი, პოლიტიკური პატიმრები არიან მხნედ, არიან ვერავინ ვერ გატეხეს, ნახეთ, მთელია კიდე ამათი უბედურება ისა, რომ ვერავინ ვერ გატეხეს, ვერც
60 წელს გადაცილებული და ვერც თინეიჯერი, ვერც სტუდენტი გატეხეს და ვერავინ ვერ გატეხეს. ყველა არის ვაჟკაცურად, ყველა ზის ვაჟკაცურად, ყველა იხდის საჯოს ვაჟკაცურად, გაავს ეს ციხეები პოლიტიკური პატიმრებით. ყველა არის მხნედ, რაც მე ვიცი და ყველა არის როგორ გითხრათ, ბრძოლის ხასიათზე და ყველა არის რჩება საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში და ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ვიღაცეები შეიძლება ადვილად გატეხონ, ხო, არ არის. სამწუხაროდ, მათთვის სამწუხაროდ ისეთ რაღაცას არ ვიცი, წამოკრეს ფეხი, რასაც არ ელოდნენ რა, ეგრე არ არის. ეგონათ, რომ ყველას იყიდნენ, ან დააშინებდნენ, ან ასე შემდეგ. არ ხდება ეს ახლა ზურას შემთხვევაში, ახლა ჩვენ არა ვართ ამ იმიდან, რა ქვია, სხვა გარემოდან მოვდივართ ახლა ფიზიკურად თუ გაგვანადგურებენ თორე გატეხვა და ეგეთი რაღაცები ვერ მოხდება. არ არსებობს. ხო, აი ეს არის მართლაც აღსანიშნავი ფაქტი, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ როცა დავუშვათ ოპოზიციას პირობითად რაღაცას ხედავს, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ არ ვიცი ამაზე მაქსიმალური რა უნდა გააკეთოს თუ არა თავგანწირვა. ესეც იყო პროპაგანდა, ესეც იყო კარგად დაგეგმილი ზოგიერთმა სასარგებლო იდიოტმა, მიდან რა ქვია, სხვადასხვა სექტორიდან ამასაც ხელი შეუწყო, პოლიტიკოსები არ გვინდა, პოლიტიკოსები არაფერს აკეთებენ და ასე შემდეგ. ეს იყო ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელსაც სასარგებლო იდიოტები, ან კიდე შეგნებულად ქართულ ოცნებაზე მომუშავე ადამიანები აყვნენ. არა, ოდესღაც ხო უნდა ვთქვათ ეს სათქმელიც, არა? ახლა 5 წლის განმავლობაში მარტო ეს გვესმის, რომ პოლიტიკოსები არ გვინდა. როცა შენ თვითონ ეს ხო არ იყო, არა? ანუ მე არ მინდოდა და დამაკავეს. ეგ ხო იყო თეორიული არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი არა იყო სამადამიანო. მაგრამ პატიმრობის გარდაკაცობა, ხო ბევრი ადამიანი გაიხსენეთ მანამდე რა ხდებოდა, ესენი შევლენ პარლამენტში. 4 პოლიტიკური სუბიექტი იყო, ვინც გადალახა 5%-იანი ბარიერა, რომელიც შევიდა, არავინ არ შევიდა. ნახეთ, ერთმანეთის მიმართაც ხო იყო ეჭვები, არ გამართა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არავინ არ შევა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არავინ არ შევიდოდა. და ესეც მოხდა, ხო? ესეც მოხდა, არავინ არ შევიდა. გაუქმეს ყველას მანდატები, ხო? არავინ არ შევიდა საერთოდ, ხო? იყო ეს, ხა არ არის ესეთი ვიღაცებისთვის შეიძლება ადვილი იყოს, მაგრამ ხა ზოგადად ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, არ არის ადვილი, რომ აი მცდუნებაზე მაღალი ხელფასი რაც იყო და პრივილეგიები, ხო? ამაზე უარის თქმა ადვილი არ არის. არავინ არ შევიდა. მე მგონია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ესეც არ დააფასა, ხო? აი ჯერ იყო ის, რომ ახლა შევლენ მაინც შესვლა უნდა, არავინ არ შევიდა. მერე იყო გეგმა სად არის, რას აკეთებენ, რას აპირებენ, ასე შემ ციხეში არიან. ოკეი. ეხლა მაინც დარწმუნდნენ, რომ თურმე აი ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო. მე არ ხო რა ფიზიკურად თუ გაანადგურებენ. ხო, ამაზე მეტი რა უნდა. აი როცა არავინ არ შევიდა პარლამენტში, იქ შეიძლება ვიღაცა უბივატეს, რომელსაც ძალიან რაღაცნაირი ესეთ სკეპტიკური დამოკიდებულება, იქნებ ეს არჩევანი არც ქონდათ, მაგრამ აქ ეს არჩევანი არ ქონდათ. ხო, რა ვიცი, იქნებ ეს არჩევანი არ ქონდათ, იქნებ რომ შესულიყვნენ ქართველი ხალხი, რა ვიცი, მაგრამ აქ კონკრეტულად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა. აი ეს როცა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამას ჭირდება ძალიან კონკრეტული დაფასება. კონკრეტული აღიარება ჭირდება აი ამ ჩვენ ზოგადად ვართ, ნახეთ, ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც არ უყვარს მაინც და მაინც მადლიერება რა. ეგ არსებობს. მე ხო, თულსა მე საიდან მაქვს ეს ისინი, ხო? დაახლოებით დიდი ხნის განმავლობაში, რასაც ვთქვათ, რომ მუშაობდი, ხო? დიდი ხნის განმავლობაში საკონსულო საქმეების კეთებაც, ანუ ყველგან სადაც ვიმუშავე, საკონსულო საქმეების ჩემთან, ხო? ეს ზართული სამუშაოა, ურთულესი. ძალიან დიდი ნერვები, ნებისყოფა და ძალიან მყარი მორალური ღერძი უნდა გქონდეს, რომ გაუძლო და არ დაითრგუნო და არ როგორ გითხრათ, აი დარჩე ამ ადამიანობის და აი ქრისტიანული მორალის საზღვრებში, არ არის ადვილი.
აი იქ აი წლების განმავლობაში რასაც ვაკვირდებოდი რასაც ხედავდი ხო ეს ჩემთან მიმართებაში არ ვამბობ და ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში არ ვამბობ სხვებთან მიმართებაში როგორი რა გამოიხატებოდა და როგორ გამოიხატებოდა დიდად ეს მადლიერების მომენტი არ არის ამასაც შეიძლება აი ეს ჩვენი ისტორიული ამბები და ჩვენი წარსული და სულ აი რაღაცა იმპერიების გარემოცვაში ყოფნა ან იმპერიების ნაწილად ყოფნა შეიძლება ესეც განაპირობებდა შეიძლება ესეც იყოს ამის მიზეზი ახლა ცოტა რთული თემაა და ხანგრძლივი საუბარი და ის ჭირდება ალბათ ამდენი დროც ალბათ არ გვაქვს ეხლა გვაქვს აი რა არის აი კიდევ აი ეს რატო არის კიდე ეს ევროპა რატომ არის ეს ცივილიზაცია მაგარი იქ არსებობს ეს მადლიერების მომენტი შენ როგორც ადამიანი მადლიერი ხარ ღმერთის რომ ხარ საერთოდ რომ არსებობ რა აი ამისთვის უკვე ხარ ღმერთის მიმართ მადლიერი და არის აი ეს ნდობის მომენტი ხო კიდე რაც ჩვენთან არ არის ნდობა დასავლური ცივილიზაცია დგას ნდობაზე ადამიანები იქ ერთმანეთს ენდობიან იქ სიტყვას აქვს ფასი და ჩვენთან აი ეს ლეგიტიმაცია და ლეგიტიმურობა ნდობის მომენტია და აი ჩვენთან აი ეს ნდობის მომენტი ადამიანები ციხეში შედან და მათ მიმართ მაინც კიდევ არსებობს უნდობლობა ხო აი საიდან ხო ეს აი ეს არის დასავლური ცივილიზაცია ხო ჩვენ ამის ნაწილი ვართ სინამდვილეში ხო ჩვენთან ილია ჭავჭავაძე და სულხან სუმაგას არ წერენ, სუმამაზე არ წერენ, სოლიდარობაზე და ნდობაზე წერენ ზუსტად, ხო? არა, რას აკილიკებენ და რას აკრიტიკებენ. უნდობლობას, არამადლიერებას, მომხვეჭველობას, ამას სიხარბეს, ამას აკრიტიკებენ, ხო? გინდა სულხან-საბა, გინდა ილია ჭავჭავაძე, ყველა დიდი ჩვენ დიდი მოაზროვნეები, ვინც იყვნენ, ხო? ეს ჩვენ გვაკლია, ეს ნდობის და მადლიერების დეფიციტი არსებობს და როგორც გითხარით, როგორ ჩანს ამის მიზეზი ალბათ უნდა ვეძებოთ ჩვენს წაგიაში არჩევნების საკითხი აქ არის ოპოზიციურ სპექტრში გამარჯვებულ პარტიებში ასე ვთქვათ ორი პოზიცია მონაწილეობა უმრავლესობა ცხადია ირჩევს პოზიციას რომ არ მიიღოს მონაწილეობა და პირადად ჩემი დამოკიდებულება გამომდინარე იმ თავგანწირვიდან მე ვერ ხვდები სად რჩება ეს მორალური სივრცე და განზომილება რომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს. მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამას. ნახეთ, მე იქიდან გამომდინარე რომ რა ვიცი, ამ საქმის ისა ვარ, ხო, რა ვიცი, პოლიტოლოგია და მე რაღაცა აი სახელმწიფოს რაღაცა საქმეები და დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ მე ვარ სულ ისეთი პრაგმატიზმის და რეალისტური ხედვის და შესაბამისად თქვა გადაწყვეტილებების და ქმედებების მომხრე. მე ამას ცოტა სხვანაირად შევხედავდი. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი ჩვენში გულისხმობ გამარჯვებულ ანუ არჩევნებში ერთად გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც თქვენ ოპოზიციას უწოდებთ, იმიტომ რომ სინამდვილეში ოპოზიცია სულ სხვა უნდა იყოს, ხო? ხო, ფაქტობრივი მოცემულობა გვაქვს მიტაცებული ძალაუფლება, ხო? და ამ პარტიებს ერთად აღებულს არჩევნები მოგებული აქვს, ეხლა წესით კოალიციური მთავრობა უნდა მართავდეს, ხო? ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ ისეთ რამეს რასაც ავტოკრატია ელოდება. ავტოკრატია ჩემი აზრით ელოდებოდა იმას, რომ აზრი არჩევნებთან დაკავშირებით გაიყოფოდა. და მოხდა ის, რასაც ელოდებოდა ბიზინა ივანიშვილი. ბიზინა ივანიშვილი არ ელოდებოდა იმას, რომ არც ერთი ბარიერს გადალახული პოლიტიკური ერთეულები არც ერთი არ შევიდოდა არჩევნებზე, ანუ ყველა უარს იტყოდა, ხო?
არ ელოდებოდა არც იმას, რომ ყველა შეთანხმდებოდა, რომ შევდივართ არჩევნებზე. ამ ორ სცენარს არ ელოდებოდა. ან ყველა ერთად შევდივართ, ან არავინ შევდივართ. ელოდებოდა, რომ გაიყოფოდა აზრი, ვიღაცა შევიდოდა, ვიღაცა არ შევიდოდა და დაუშვით შეცდომა, უშვებთ შეცდომას როცა ვაკეთებთ იმას, რასაც ის ელოდება. აქ არის მისი სიძლიერე ჩვენ სისუსტეში. თორე იმაში კი არა რომ ეს ახლა ის არის ველურ ძალაზე დგას, ველურ ძალაზე. რამდენ 5000 კუნთებიან ტიპზე, რომელსაც ფულს უხდის ჩვენს ცემაში, სხვა ხო არაფერზე დგას. იქ უმეტი აღარაფერი არ არის, ხო არის ეს იმედის პროპაგანდა, ადამიანების გაბრუება ამ პროპაგანდით და ველური ძალა. სხვა ხო სიმართლე, ჭეშმარიტ ყველაფერი, მორალურად ყველაფერი ჩვენს გარეს არის. არა, დებატებში როგორ შემოვლენ, დებატები მოკლეს 2016 წლიდან, დებატი არ უნდა, არ დაგიჯდება. არ დაგიჯდება. შეიძლება ერთმანეთში ადებატოს ოპოზიცია, ეგეც არ უნდა გავაკეთოთ. ერთმანეთში არ უნდა, რაზე უნდა ვიდებატოთ. რა ეხლა ჩვენ რამეს ვწყვეთ, როგორი განათლება გვექნება თუ როგორი შეერაღებული ძალები? მაგას ჩვენ ვერ ვწყვეთ. ეგ რო გადავწყვიტოთ, ჩვენ უნდა ვმართავდეთ და ჩვენ ვერ ვმართავთ, იმიტომ რომ ჩვენ წაგვართვეს იმის შესაძლებლობა, რომ როდესმე არჩევნებით შესაძლებელი გახდეს ცვლილება ხელისუფლების. მიიტაცეს არჩევნები, მიიტაცეს მთელი სახელმწიფო. ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვმსჯელობდეთ, როგორ დავიბრუნოთ სახელმწიფო. ხო? არ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ავტოკრატია ჩვენგან ელოდება. ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, უნდა გქონდეს ისეთი ქმედებები, უნდა გქონდეს ისეთი გადაწყვეტილებები, რასაც ის არ ელოდება. პროტესტის ადგილიც კი უნდა იყოს ისეთი, სადაც ჩვენს მისვლას არ ელოდება. სადაც არ ელოდება, იქ იბნევა და უშვებს შეცდომებს. და სადაც ელოდება, იქ იცის როგორ უნდა იმოქმედოს და ნაკლებად დაუშვებს შეცდომებს. ეგ არის არჩევნებთან დაკავშირებითაც. ანუ მორალური განზომილება რომ გვერდზე გადავდოთ და სულთა პრაგმატული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, არ უნდა დაუშვათ ესეთი შეცდომა, რომ რაღაც ნაწილი შედიოდეს და რაღაც ნაწილი არ შედიოდეს. ზუსტად ეს უნდა ივანიშვილს. ანუ უნდა ჩამოყალდეთ ერთ პოზიციაში. რა თქმა უნდა. ერთ პოზიცია ზოგადადაც თავიდანვე ეს ერთიანობა უნდა ყო. ასეთ თუ იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ვებრძვით რუსეთს, შეიძლება დაგსაქსულად ებრძოლო რუსეთს. ჩვენი ისტორიიდან ხო გვინახავს, რომ დაგსაქსულები რო ვიყავით, ვერ ვიგებდით. ერთად რომ ვიყავით, მაშინ მქონდა შანსი, რომ თავი დაგვეცვა. მოგვეგო კიდეც, ხო? და შეიძლება რომ დაგსაქსულობით, თუ იმას ვამბობ, რომ რუსეთს ვებრძვი. ავტორიტარულ რეჟიმს რო ებრძვი, დაგსაქსულობით როგორ მოიგებ? თავიდანვე უნდა ყოფილიყო ეს ერთობა, ერთიანი სია, ერთიანი კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც სერიოზული ჩავარდნა გვაქვს, ხო? ეს ყველაფერი უნდა თავიდანვე ყოფილიყო. დღეს ანუ გაცილებით უფრო წინ ვიქნებოდით ამ ბრძოლაში, ან შეიძლება უკვე დამარცხებულიც ყოლოდა რეჟიმი, რომ თავიდანვე ვთქვათ, აი ამ ერთიანობით თავარი რა გვიშლის. რა გვიშლის ხელს, ალბათ რა ვიცი, ალბათ ბევრი ფაქტორია სავარაუდოდ, რაც ხელს გვიშლის. არის ალბათ ეგოების მომენტი, ხო, ალბათ ეგოს მომენტი, რაც ესეთია ჩვენს შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე ხელის შემშლელი. არის ქართული ოცნების მხრიდან საკმაოდ კარგი და კარგად დაფარული ინფილტრაცია. როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ალბათ ასევე არასამთავრობო სექტორში, მედიაში, იქით-აქეთ ყველგან საზოგადოების ყველა ფენაში, რომელიც თქვათ, აქეთ ხარეს არის, არა. არსებობს, რა თქმა უნდა, გარედან დახმარება ავტორიტარული რეჟიმები, როგორც გითხარით, ერთმანეთს ეხმარებიან. შეიძლება ერთმანეთი ძალიან არ უყვარდეთ, მაგრამ ერთმანეთს ისინი ეხმარებიან და ეს არსებობს. მოკლედ, აქაც როგორ გითხრათ, ჯაჭვია მთელი რა გვიშლის ხელს, მაგრამ ისევ ეს ქრისტიანული მორალი და რაც არის რა დასავლეთში, ხო, რატო არის და დასავლეთი რატო არის ძლიერი. ქრისტიანობაც ხო ამას გასწავლის, რომ შენ შეცდომის სათავეს ძებნა ჯერ უნდა დაიწყო საკუთარ თავში.
ხო? თუ შენ რაღაცა მიქარე, ხო? სხვაგან უნდა იწყებ ძებნას, ანუ შეცდომა თუ დაუშვი, ანუ თუ ცოდვილი ხარ, შენი აი ამას გეუბნება, დასავლეთი არის ნების თავისუფლება. ნების თავისუფლება. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნების თავისუფლება არ არსებობს ჩინეთში. არ ირანში არ არის ნების თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ნების თავისუფლება, ხო? თუ შენ რაღაცა ნების თავისუფლების ფარგლებში შენ რაღაცა დაგემართა, დავიწყოთ ძებნა, იქნებ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, იქნება ჩვენთან არის, ხო რაღაცა. ხო, ალბათ ესეც, ხო, ალბათ ეს არის არა გასაკეთებელი და გააზრება და შეცდომების და ლაპარაკი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა ეტაპზე ვართ რა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა რაღაცა რაც უნდა გაგვეკეთებინა არ გავაკეთეთ, ახლა მაინც უნდა გავაკეთოს ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამიტომ არის დღეს ამ ბრძოლაში ერთიანობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ამ ერთიანობაში ჭირდება სტრუქტურა, სტრუქტურულად ჩამოყალიბება, როგორ ხდება. ამ სტრუქტურაზე მე მაქვს ჩემი აზრი, სხვებს აქვს სხვა აზრი, ზურას თავისი აზრია, გიორგის თავისი აზრი, მე ანუ იდეაში რა თქმა უნდა ორივე ვეთანხმები, მაგრამ სტრუქტურაზე თქვა შეიძლება რაღაცა განსხვავებული მოსაზრებები ქონდეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ შინაარსი მესმის, მაგრამ სწორი ფორმაც უნდა მივცეთ. ეს რატომ არის საჭირო? რომ დროზე დავასრულოთ აქ ეს რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებს, რომელიც ადამიანებს არაადამიანურად ეპყრობა და რომელიც საქართველოს უკარგავს მომავალს. რას დრო გადის, რას მე დროს დავკარგავთ, მე უფრო რთული იქნება რელსებზე დაბრუნება. ანუ ჩვენ უფრო მეტი დრო გვექნება მე მოსაგები და შეიძლება ცუდად დავაგვიანოთ. აი ამიტომ არის ეს სასწრაფოდ გასაკეთებელი, რომ დროზე მოვიშოროთ, თორე ის რომ ეს ავტორიტარული რეჟიმი აუცილებლად დაემხობა, ამაში აი როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული. მადლობა გია. მადლობა მოწვევისთვის. მე მგონი საინტერესოდ ვისაუბრეთ. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი. გემშვიდობებით დროებით, ნახვამდის.